საღამოშიდობის ეთერში ბურთი და მოედანი ყოველ პარასკევს სიამოვნებს ამ სტუდიაში შეხვედრა საინტერესო სტუმრებთან და რა თქმა უნდა თქვენთან ძვირფასო მაყურებლებო წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან საულქვაძე და ლაშა სილაგავა იქნებით კვლავ თქვენთან ერთად და ყავს ჩვენი საინტერესო სტუმრები დღეს იქნებიან რეზო მორჩილაძე, რომელსაც იცნობთ ხშირად ყოფილა ამ სტუდიაში და მისი სავიზიტო ბარათად ქცეული არის გველესიანის ნაკრებში მოთხოვნა და მე თუ როგორ ასრულებს მერე და რაც თავარი ისიც უმართლებს. და სანდრო ნუცუბიძე ჩვენთან არის, ასევე ფეხბურთის და სპორტის საოცრად კარგი მცოდნე და იმედი გვაქვს რომ დღეს აქ საინტერესო საუბრები გვექნება, მით უმეტეს თემები არის, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგა დაუბრუნდა უკვე, დაუბრუნდა კი არა, მივიდა იმ სტადიაში, საიდანაც რა ვიცი, მეც და ალბათ თქვენს ფეხბურთი გვიყვარს პლეი-ოფებიდან, იმიტომ რომ იქ აღარ არის რაღაც ამდენ ქულას იქ დავაგროვებ, იქ გადავალ, აქ გადმოვალ, ვინც მოიგებს გავა მარტივად, როგორც ფეოლაშია წააგებს სტადიის სახში, ხო და ნახოთ, ძლიერები გავლენ, სუსტები წავლენ სახში და ამითია სპორტი კარგი. ხო და თან ჩვენ უკვე ინტერესებიც გვაქვს, ძლიერ გუნდში ვართ და მე მგონი ნელ-ნელა ის ხალხი ცოტა მიჩუმდა, რომ იძახდა ეს სად გადავიდა და რა უნდოდა იქ და რატო წავიდა, თუმცა ყველა მოსაზრებას პატივს ვცემთ ჩვენ. და ანუ ყარაცხელიაძე მაქვს საუბარი, სხვა ქართველი ფეხბურთელებიც იყვნენ ამ ევროთასებზე და ასევე წარმატებით ითამაშა მიქაუტაძემ ახლა გუშინ. მართალია ერთი აქეთაც გოლი მისი დაკარგვის მერე გავიდა, მაგრამ დღეს წავიკითხე დილას ვიწყებ მე იმითი რომ ვეცნობი ინტერნეტ რაღაც სიახლეებს და განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკულს, იმიტომ რომ მე ჩემი ინტერესები იქით არის. რა დრო იყო ადრე KFC იწყებდი დილი. ხო და დღეს ეგ არის ასაკი ურუგვაის ჩემპიონატის გადაცემი მე მაგითი იწყებ. ურუგვაიში რა მოხდა და ეგ იმაში და მე ხა არგენტინელები თავისთავად ხედავ ტალიაფიკოს გოლზე გადაირიენ და ეხლა დაწერეს იქ რომ აი ოღონდ ესეთი აფთოვანებული წერილი მიქაუტაძეზე როგორც იქ აი ტიქ სპორტი შეგიძლიათ შეამოწმოთ წერენ რომ ჯადოსნური მოქმედება ქართველი მიქაუტაძის საოცარი ის რა ქვია ცრუმოძრაობა და მოჭრილი პასი რომელსაც ანუ იმითი რა ქვია ქვენ რაღაცა ზნობებით გაკეთებული პასი ზუსტი პასი ტალიაფიკოზე, იმიტომ რომ მართლა ვერ ხედავთ ხო შემოტრიალებით გააკეთეს. ნუ ნახავთ ამას ყველაფერს ჩვენ დღევანდელ გადაცემაში და ვისაუბრებთ რა თქმა უნდა იმ წყვილებზე, რომლებიც ერთი კითხვა მინდა დავუსვა, სანამ ევროთასებზე გადავალ და ქართულ ფეხბურთელების მონაწილეობით ნახავთ თამაშებს და განვიხილავთ მათ შანსებს, აგერ ჩვენ სტუმრებს ყოველთვის საინტერესო მოსაზრებები აქვს და იწყება საუბარი, რომ აი ყოველ წელს არის თითქმის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მაინც რომ სოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა უნდა გავზარდოთო და ეხლა ერთი რამე მაინტერესებს რომ ამას კი აღარ განიხილავენ სოფლიო ჩემპიონატზე ისედაც ყველა გუნდი მონაწილეობს ამის დაზუსტება მინდა ანუ ეს არის ფინალური ეტაპი და ისე წერენ რომ გეგონება აი შეგექმნას უნდა შტაბ-ჭრილობა რომ ნუ ყველას უნდა ეხლა სოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ხო თამაშობ იმ შესარჩევს კარგი მომხრევა რომ რაღაცა ეტაპი დაამატორო, ვთქვათ ევროპაში მესამეზე ჩეხეთი გავიდა და იქ აზიაში სინგაპური მეორეზე და იქ თქვენთან მე-9-ზე ბოლივია და რაღაცა ტურნირში კიდევ ვიღაცა გავიდეს, მაგრამ ეხლა ყველა თუ წავიდა ამ სოფლიო ჩემპიონატზე აღარ მინდა ამისთანაც ტურნირის შესარჩევ ტურნირის ეკარგება აზრი და გარდა მაგისა იცი რა არის აი მე ამ შემთხვევაში უყურებ ესე ძალიან პრაგმატული კუთხით, აი ჩემი ესეთი ინტერესიდან გამომდინარე და მე ბიჭებსაც ვკითხოთ იგივე თემაზე მოსაზრება. აი ნახე, შემდეგი ჩემპიონატი, ხო, რაღაც კიდე ახალი გამოგონება. ანუ 48 გუნდიდან 24 არის თუ რაღაცა 32 არის პირდაპირ იქ იმაში, რა ქვია, ჯგუფებში განთესილი, დანარჩენი რაღაც რაოდენობის გუნდები 8 თუ 16 აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ პრინციპს ვამბობ, ხო? ჩადის ერთი თამაშის სათამაშოდ. ანუ ჩადიან იქ თამაშობენ ერთმანეთში პლეი-ოფივით რაღაცას და მე ეს ხალხი ბრუნდება, ეს გუნდები ბრუნდებიან უკან. ეხლა მე ვამბობ რა, ამერიკაში ატარებ, ან მექსიკაში, ან კანადაში სადღაც ეხლა ხო? ესე იგი მე უნდა აქედან ავიკრიფო, წავიდე ამ სიშორეს და არ ვიცი, უნდა დავრჩე მერე იქ
უნდა წამოვიდე თუ ჩემი გუნდი სანახავად მივდივარ და როგორც წესი ახლა სოფლიო ჩემპიონატზე ძირითადად ამისთვის გულშემატკივარს ლაპარაკობ, ხო, გუნდზე არ არის ლაპარაკი, გუნდი გასაგებია, კაი, ჩავა ითამაშებს და ნუ ახლა თუ არა წამოვა, ხა, ეგ ისეც ეგრეა, ხო? ადრე თუ გვიან მოუწევს სამუშაოდ ჩემპიონის ყოდა ჩემპიონატი. თუმცა ეგ არის მარტივი, იმიტომ რომ იმან თუ გავა ხო და ანუ დაგეგმო, არა, ეხა იქაც ხო, მაგას გარი, იქაც ეხა ხო, ბაზას იღებენ, იქა რაღაცა არის. ანუ წმინდა ლოჯისტიკურათაც, ხო? რთულდება ეს ერთი ხო რთულდება გავიგე ხა რომ ეს ფეხბურთის პოპულარიზაცია რაღაც ახლა იქითა შემდეგი ჩემპიონატი იწყება სამხრეთ ამერიკაში იმიტომ რომ არის 100 წლის თავი მსოფლიო ჩემპიონატების და რახან ურუგვაიში იყო 1930 წელს ახლა ურუგვაიში არგენტინაში და პარაგვაიში დაიწყება ჩემპიონატი ჩატარდება რაღაც თამაშები მერე იქიდან ჩამოვლენ მაროკოში პორტუგალიაში და ესპანეთში. ახლა ადამიანი რანაირად უნდა იფრინონ, კაი, მასკი გავიგე იმაზე მიდის თლაც რა ქვია მარსზე და ვინც არ მივდივართ ამ მაგასთან ერთად იქ თორე შემდეგ სოფლიო ჩემპიონატი იქ ჩაატარებია. ამ ეგეც არ გამიგვირდება, მაგრამ ხო, ანუ ნორმალურმა ადამიანმა რა უნდა, ახლა ფეხბურთის მთელი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მთელი აი რაღაცა პეცი არის გულშემატკივრებში ხიბლი ხო რომ ეხლა თქვა რამდენიმე ჩემპიონატზე ვარ ნამყოფი ხო საფრანგეთში როცა ანუ ერთ ქვეყანაში როცა ტარდება შედარებით უფრო ესეთ შეზღუდულ არეალზე ხო სივრცეში იგრძნობა ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე თქვა სან-პაულუში რომელიც არის 20 მილიონიანი ვერ მიხვდებოდი რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება რიოში ვერ მიხვდებოდი რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება იმიტომ რომ იმხელა ერთი თამაში აქ ჩატარდა, მე წავიდენ სად მე უნდა გაფრინდე ბელუ ჰორიზონტიში, თქვათ თუ თამაშობს იქა და იქ არის 800 კილომეტრი, მატარებელი მაგათ არა აქვს და ფეხით თუ ხوارწახვალ იმაში რა ქვია. ჩერტი მდინარეზე ხიდები არა. ხო და არა, რაღაცა, იცი რა ერთ ქვეყანაში ჩატარების შემთხვევაშიც კი, ანუ და ხუთგზის სოფლიო ჩემპიონი ქვეყანაზე ვლაპარაკობ, სადაც თითქოს ყველა ფეხბურთი ცხოვრობს, ხო? იქაც კი პრობლემები იქნებოდა აი ამ აღქმის და იმის კუთხით. ანუ თუ არ მიხვიდეთ ფანზონაში, მოხდებოდა იქ განსაკუთრებით სან-პაულუში, ხო? მაგრამ და ეხლა ესე რომ ერთი თამაში მექსიკაშია, მერე პორტუგალიაში, მერე იმაში, რა ქვია, ზანზიბარში და მერე ავსტრალიაში, ეს რაად უნდა მოახერხოს ადამიანმა ესა მოძრაობა. ხო და ვკითხოთ ჩვენს სტუმრებს, აბა რეზო როგორც მეტიჯერ ნაყოფი და ჯერ შინაურდება ადაპტაციის პროცესია ხო აკლიმატიზაციის პროცესია ხო არ დაიძინოს იმისი რა ქვია მის გამო ჯერლეგი არ დაემართოს რა სიტყვი რეზო აი ამ საკითხებზე რა და რამდენი უნდა იყოს ფინალურ ეტაპზე შენი აზრით ოპტიმალურად ედო გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით ტელემაყურებელს მივესალმები დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის ყოველთვის სიამოვნებით მოვდივარ ამ სტუდიაში თქვენთან ერთად ფეხბურთზე სასაუბროთ. ახლა რა შეეხება მაგ თემას, ჩემი აზრით ოპტიმალური არის 32. ოპტიმალური რატო? 8 ქვეჯგუფი 4-4 გუნდით და მე ზუსტად ხო და ზუსტად ეს გადის იქიდან ხდება იმას და ყველაფერი. ეს მესამე ადგილები რო არ გადიან. აი 10 არის საჭირო რომ გავიდეს რა ეს მესამე ადგილი. თან საუკეთესოები და რაღაცა საუკეთესო ეგ სისულელე რაღაცა მოგონო აბსოლუტ. ეს არის აბსოლუტურად ჩემი აზრით დაალაგებული სქემა. კლასიკური. ხო კლასიკური სქემა რომელიც ამდენი წელი მუშაობდა და შვენივრად მუშაობდა და ყველაფერი ნორმალურად იყო. გადასარევად მუშაობდა. ხო და ეხლა შეიძლება ეს ჩვენთვის კარგია, ჩვენისთანა ქვეყნისთვის და ჩვენისთანა გუნდისთვის რომ რაც უფრო მეტი შანსი გვაქვს რომ მოვხდეთ იმ სოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ხო, მაგრამ ფასიც კლებულობს იმ გასვლის ეხა 128 გუნდში რო გახვალ სხვა არის და 32-ში სხვა. გეთანხმები აბსოლუტურად, გეთანხმები და საერთოდ მე არ ავთვლი რომ დღევანდელ დღეს სოფლიოში ის 32 რო გავა, ის 32-იც არ არის კიდე იმდენად აი როგორ თქვა, აი ჟარგონზე რო თქვა კლასნი გუნდი რა. რო ყველა იქ უნდა იყოს კიდე ჩემთვის თამაში ეკუთვნოდეს რა. იდეალური იყო 16 გუნდიანი, მაგრამ ცოტა გამოდის რა. მოკლე გამოდის. 16 ძალიან მცირე იქნება და 16-ზე ვერ გადავლენ.
აი 30 ესეთ რამეს გეტყვით ვიღაცაზე გული წყდებოდა რომ ვერ გავიდა და ეხა ყველა გავიდა და რანაირად ხო არ აუ ის ვერ მოხდა მაგის გარდა თვითონ სოფლიო ჩემპიონატის სვლელობისას რო იწყებენ გუნდები თამაშს და რა ყველას თამაშს რო შეხედა ხო ხვდები რომ ამ გუნდს ხო ფიქრობ იმას რომ აი აქ რა უნდოდა ისიც არა ავლენს საუკეთესო თვისებებს ფავორიტი იმის კიდე ჟარგონზე რო თქვა იმისთვისაც იმასთან პრახადნოი თამაშია რა შეუძლია დაისვენოს და აი ყურე მე არ ვიცი კიდე ვიმეორებ შეიძლება ესეც ასაკთან ერთად მოდის და რაღაცა იცვლება ყველაფერი და ყველაფერს ახმა ცვალებადია ხო ბუნებრივია ხო მაგრამ მე სოფლიო ჩემპიონატს ველოდებოდი 4 წელიწადი და შანსი არ იყო სადაც არ უნდა ჩატარებულიყო თამაში ან დამეძინა ან რო ვიცოდით რომ თამაში დილას იქნება ჩანაწერში პანტიანში გავქცეულობთ მექსიკის სოფლიო ჩემპიონატს გულისხმობ ხო და სადღაც არიქა ხო არიქა რამე არ გამომჭეს ეხლა არის თამაშები იმავე 32 გუნდიან ფორმატში რომელსაც საერთოდ არ უყურებ და არც ანუ რაღაცა საქმეა წავედი და იცი რა მერეც მოვედი ხო არის გადახვე ხა დღეს მილიონი სხვა ეს გვაქვს რა გვეპლესი რომ გადაახვიე გადმოახვიე იმაში რა ვქე ბანკანაში ტელეფონში ნახე უთოში და საცგენდა ყველგან რაღაცა ირწება ხო მაცივარში ხო მაგრამ არის თამაშები არ უყურებ ეგ კი არა ევროპის ჩემპიონატზეც ეხლა იქ მეორე რაღაცამ განაპირობა ალბათ იმიტომ რომ მე იმდენად გადავერთე საკუთარი გუნდი რო ყავდა იქ რომ საერთოდ აღარ მახსოვდა არავინ ისინიც კი ვისაც გულშემატკივრობ მთელი ჩემი ცხოვრება თქვა ევროპულ კონტინენტზე ხო იტალია ისე გავარდა რომ ვერ ვინერვიულე იტალიის გავარდნაზე იმიტომ რომ ხან იმაში დავრბოდი დროშით რა ქვია მსვლელობებზე და მღეროდი რაღაცას და უყურებდი ამ რაღაცა საერთო ну ეგ ჯობია ეგ როგორ არ ჯობია მაგრამ რას გეუბნები იცით რაღაცა თამაშები ისეთია ხო რომელსაც ну გინა და არც მახსოვ რაც ვნახე იქიდანაც მე ხა იმ 74-ის თუ 78-ის რასაც გვაჩვენებდნენ ყველა თამაში მახსოვს იმითი რა ქვია რომელ წუთზე რა ხდებოდა 82 და 86 და აბსოლუტურად მეც ეგრე ვარ ის თამაშები უფრო კარგად მახსოვს ვიდრე ახლა საერთოდ არ ვიცი რა ითამაშეს გუშინ წინ არ მახსოვს ახლა ეს ესმის სიტყვა კი გეთახმები რაზეა ლაპარაკი არის თამაშები რომელიც პროსო საინტერესოც აღარ არის საყურებლად რა არის თამაში რომლის გამოც რა ვიცი მართლა იმაში დავდიოდით და ბათუმში დავდიოდით საყურებლად რომ თურქეთი დაგვეჭირა და რაღაცა და 32 გუნდი იდეალური ვარიანტია 16-იც ძალიან კარგია მამ ცოტა არის და ძალიან უცებ თავდება მათ მერვე ფინალებიდან იწყება ყველაფერი ჩემი აზრით რა. ხო, ბუნებრივია. რაც მართლა თამაშები არის რა. ხო, იცი რა, პირველი ეტაპი მეც ახლა რაც სოფლიო ჩემპიონატებზე ყოფილი, პირველი ეტაპი არის სწორედ ეს საკარნავალე განწყობა, როცა ირევა ყველა ქვეყნის გულშემატკივარი. ეხლა განსაკუთრებით იყო ეს თქვა საფრანგეთში საგზნობი, იმიტომ რომ პარიზია ისაც სოფლიო დედაქალაქია და 1000 ჯურის ადამიანი ისეც ირეოდა და კიდე ესენი ამდენი ხალხი რო ჩამოდიოდა თავის რაღაცა სიმბოლიკით და იმის ატრიბუტიკით ეროვნული და ამდენი გულშემატკივარი და რაღაცა პირველი ეტაპი იყო საოცრება რაღაცა იმ ტროკადეროს და ვერ გაივლიდი იმდენი 1000 ტიპის გულშემატკივარი ხდებოდა და მართლა დღესასწაული იყო. მე ხო რა თქმა უნდა მე მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ მე იწევს უკვე მაჩების დონე კლასი და დაძაბულობა ხო რა სავარია რა ვის გარეშეც ახლა რა აზრი აქვს თქვა ტურნირის ჩატარებას. კაი, ნელ-ნელა მე კარგი ეს თემა მე მგონი ამოვწურე და პრინციპში შევთანხმდით ლაშა ხო ჩვენთან ერთად ხო? არა, მე ერთი რაღაცა მინდა კიდე თქვა. საჯები იქნება კარგია. საჯებამდე კი მივალ ჩვენ მაგ თემაზე, მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, ერთი რაღაცა მინდა კიდე თქვა. წინა გადაცემაში ვლაპარაკობდი ჩვენ იმაზე, რომ აი ველოდებით, რომ ეხა ეს თამაშგარის მდგომარეობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გადაცემისთვისაც, ხო და ამასაც ჩვენ თავზე ვიგზენით ეს. ხო, ანუ არ ჩათვლილი. რა იცი? ეხა ვეუბნებოდი რეზოს აქ სამ დაიწყებოდა გადაცემა. მოდი ბარემ ეს თამაში ჩავთვალ, სადაც ეგ მოხდა.
იმიტომ რომ ჩვენ ეს მომენტი ცალკე არბიტრაჟში აღარ გადაგვიტანია, იმიტომ რომ მატჩის ფრაგმენტების დროს იქვე გამოჩნდება პარის სენ-ჟერმენ ლივერპულზეა საუბარი და იქვე გავარჩიოთ ახლა მე კიდე მეორეჯერ ამოვჭრათ და უყუროთ ნახოთ ეს თამაში იყო საოცარი მოლოდინი ჰქონდა ბეკემსაც ხო საინტერესო თქვენს ჩვენმა კოლეგებმა რომ ერთ გუნდს ვერ იტანს და მეორე გუნდში ნათამაშები აქვსო ხო ხო და განსაკუთრებით აგერ არის ხვიჩა საოცარი გოლი შეა ჯერ ერთი კარგად ითამაშა რა იმიტომ რომ თავიდანვე რაღაც ბევრ აქტიურ მომენტებში იყო ის ალაყიფიანის პასი წვეტით გადაგდებული კარგი იყო იქ 1-2 შესვლა მოგვეწონა შორიდან დაარტყა გოლი გაიტანა იყო ხო ეხლა იმას ხო აკეთებდა ბრედფორდს ხო ნუ მარჯვენა ფლანგი და გაიტანა ანუ ის სკეპტიკოსები რომ მხოლოდ მარცხნივ შეუძლია მას კაი თამაში არა ეს ხო მე მგონი დაამტკიცა რომ მარცხენა ფეხითაც ურტყავს აჰა მარჯვენა ფლანგი და მარცხენა ფეხით აგოლია ჩვენიერი შესრულება და ნუ თამაშგარის რაც შეეხება სამწუხაროდ ესეთი წესები პურის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი იყო რა რომელიც აი ვარი რო არ ყოფილიყო ჩაოლებროა ჩაითვლებოდა და არც არავინ გააპროტესტებდა ამას ნუ ფეხისად ქონდა მაღაზე ადრე საუბრები არც იყო ვარის შემთხვევაში არავის არ მოაფიქრდებოდა არავის ხო არც არ შეუმჩნევია არც ვინმეს გაუპროტესტებ გინახია ვინმე ლივერპულზე ნუ აშკარა თამაშგარზე ხო არის პროტესტია ამიტომ უნდა იყოს ჩელენჯი არა იღებდა ეხა ჩელენჯ ლივერპული აქ და ჩაითვლებოდა გოლი რა აბარა არა ვარ დარწმუნებული აი აიღებდა ჩელენჯს აბარა არა ნუ ჩელენჯს აუცილებლად გოლზე აიღებს გოლზე ნებისმიერ ეს აიღებს მეორეს ერთი მატჩის დასაწყისია ну ახლა ხო მაგრამ ასე თუ ისე საეჭვო მომენტია ხო მაგრამ იმ ჩელენჯს ხო ხარჯავდა იყო საეჭვო აი კითხვა მაგ იყო საეჭვო ანუ პროტესტი ჩვენ თუ შევხედავთ განმეორე ანუ ლევანის რაში ვეთანხმებ რატო არ აიღებდა ჩელენჯს მსმელი იმიტომ რომ ის ჩელენჯს უფრთხილდება ესე არ იქნება 30 ჩელენჯი ხო გასაგები ორი იქნება ხო ამ მომენტში გოლი გაუშვა აბა სხვა დროს როდის დღე უნდა იყოს ჩელენჯი გასაგებია მაინ ცველი მეკარ ვიღაცა რო აპროტესტებს არის ხო სიტუაცია რომ როგორ არ იქნება იქ პენალტი არ მოგცეს იქ რაღაცა იქნება ამან ითამაშა მე მგონი კარიერის მატჩი რა ანუ ვერავინ არ იფიქრა ხო და ეგ ორმაგად არ გვაწყობს ჯერ ერთი არ გვაწყობს იმიტომ რომ ამას საუბრობ ყველაფერს მე ხა მომარდა და ეს ზუსტად მაგაზე მქონდა ბიზნესთან ლაპარაკი. ზუსტად მაგ თემაზე. ხო? ზუსტად მაგ თემაზე ლაპარაკი. ეს გოლი საქართველოს წაგვართვეს, ეს რა ამის არ ჩათვლა რა იყო, ვერ გავიგე. ხო, ესეთი წესი გვაქვს ეხლა, ასიზამთ. ხაზი გაავლეს, ფეხია. ფანტასტიკურად ითამაშა ბიჭმა და ესეთი გოლი არ ჩათვლა. აი ხო, ამდენი წელი საჯობის გამოცდილება გაქვს, ხო? ფეხბურთს უყურებთ სულ ყველანი. აი ამ გოლის ეხლა ამ თამაშგარის გამო არ ჩათვლა საფეხბურთო თვალსაზრისი დიდი უსამართლობაა თუ ეხლა განა იმას ვაუბრობ თამაშგარი უნდა გატარდეს ეს სიტუაცია რაც მოხდა ვისთვისაც არის თამაშგარი მოგონილი იმ წეს არ არღვევს კი გეტა ეს წესი არ ვარ ანუ საჭიროა დახვეწა ანუ იდეაში სად მივდივარ ამ თამაშგარეში რომ ფეხი ქონდა ეხლა ხვიჩას რამე უპირატესობა მიიღო არა და მაგას გეუბნები ანუ აქედან გამოდი ანუ შეიძლება დაიხვეწოს არის ანუ ვარის შემთხვევაში ხა რაც ამდენი წელია ვარი შემოიღეს ხო რაღაცები გამოჩნდა რაც საჭიროა დაიხვეწოს მაგალითად მივედით ხელი თამაშთან მივედით თამაშგარესთან პირველ რიგში და მივედით ანუ ვიდეო ჯარიმებს პენალტებს დებენ ეხლა ისეც რომელსაც მაგალითად ძველი გულშემატკივარი პენალტს ჯარიმასაც არ დებდნენ ადრე. ანუ ხელის დადებას დაინახავს კამერაზე. საჯი და აუ არის ფაქტია რა. გაფაქტავენ. იცი რა. ეძებენ ვინ რაღაცა შეეხო მიედა მოე. ამ დროს ხო. იგივე ვარია ხო? ამავე თამაშზე და 100%-იან იმას ბარბარაზე პენალტია თუ არ არის მე ვერ დაწმუნდი მაგალითად რომ პენალი არ არის. მაგას ნახავთ მეუბნები მაგრამ გასაძლებელი ხომ მაინც არის დაუშვათ ერთ-ერთი ბოლო იმედის ჯარიმა ეგ მე დაუბრუნდით ეხლა ვთქვათ ამ მატჩის შესახებ აგერ უყურეთ რა თქმა უნდა ყველა უნერიულობთ გამეორებითი მატჩი წინ არის სანდროს გადავიწყებთ ხო აჯობეს ბევრად მაგრამ ფეხბურთის ხო ეგეთი რამდენი გვინახავს წალეკა ერთმა ისე და მეორემ ერთი მომენტი გაუტანა რას გვაძლევს ეს პირველი თამაში აი ეს შედეგი მეორე თამაშზე რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს მოლოდინი არის ყველაფრის მაგრამ ძალიან ძნელი იქნება
ლივერპულში ძალიან ძნელი იქნება. არ ვიცი, ეხლა წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა შანსი ძალიან დიდი არის რა. არის შანსები? რა თქმა უნდა, შანსი არის, ძალიან მაგარ ფორმაშია ჩვენი ხვიჩა. PSG არის ფანტასტიკურ ფორმაში და ლივერპულიც ხო რა თქმა უნდა მაგარი გუნდია, მაგრამ რაღაცას ვატყობ თითქოს პატარა ის დაეწყო რა. ჩავარდნასავი, იმიტომ რომ ვერაფერი ეს თამაში მოიგო ალისონმა. და საჯმა მე მგონი რა. ხო. რეზო შენ რას ფიქრობ? რა ვიცი, მე სანამ მეორე თამაშამდე მივალ პირველზე ხო. პირველიდან გამომდინარე მე მეორე გითხარი. მოდი იქიდან დავიწყებ რომ კენჭისყრა რო ჩატარდა, რა ვიცი, პირადად ჩემთვის ეს იყო, იმიტომ კი არა რომ ხვიჩა თამაშობდა. ცენტრალური წყვილი პირადად ჩემთვის ეს იყო. ნუ ეხლა გასაგებია რეალი ატლეტიკო, ესპანური დერბი, ბავარია, ლევერკუზენი, გერმანული დერბი, იქ ბენფიკა ბარსელონას 4-5 ჯგუფური თამაშის მერე განმეორებითი მეორე ტრილერი. მაგრამ ნუ ეხლა ცენტრალური თამაში ეს იყო და ეხლა მთავარი რატო იყო ეხლა ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ ერთი კითხვა ისმოდა, რომ ეხლა ეს PSG-ს ამბიციები რამდენად რეალურია, რომ არის ევროპის ტოპ გუნდი, ხო? და ნუ ეხლა ლივერპულზე უფრო კარგი გამომცდელი მაგ კუთხით ამ წუთას ძნელი წარმოსადგენია. ეხლა ევროპაში მე მგონია რომ ლივერპული და რეალი დღევანდელ დღეს. თამაშმა რაც აჩვენა, ჩემთვის აბსოლუტურად ძალიან ბევრი მოულოდნელობა მოხდა რა თამაში რა. ეხლა პირველი ის რომ გადაუარეს რა. ეხლა მე ინგლისელების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ ობიექტური ვიყო. გინდა ქართველს ეხებოდეს, გინდა ინგლისელს, გინდა ფილიპინელს და გინდა ჰონდურასელს. გინდა ფეხბურთელს, გინდა გუნდს. გადაუარეს. ესეთი წალეკილი ლივერპულით ამ პირველ ტაიმში რაც ვნახე, მე საერთოდ არ მინახავს რა. კი, გინახავს მეორე ტაიმი თბილისში. შეიძლება. ეხლა მეორე კუთხით, ნუ ეხლა სანდრიკა ამას თქვა, ალისონის სასწაული თამაში იყო. სასწაული თამაში იყო, სასწაული. და იყო მოსაზრება ხეროტელიმ რო უყურებდი რეპორტაჟს და მე წავიკითხე კიდევაც რომ დაცვამ და ალისონმა ბრწყინვალეთ ითამაშა, რასაც ვერანაირად ვერ დავითამაშე. მე გარეს რომ 10 სეივი აქვს თამაში, ეგ დაცვის კარგ თამაშზე საუბარი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. აუგებარია, იმიტომ რომ ხა 10 ჯერ თუ დაცვა საშუალებას აძლევს იმ თავდასხმელებს, რომ დაარტყმევინონ და მე კარემ სასწაული ბურთები, იქ დაცვის კარგ თამაშზე საუბარი, ჩემთვის წარმოუდგენელია. აბსოლუტურად ვიზიარებ. მესამე მოულოდნელობა ის იყო, რომ ეხლა სამი ამხელა დონის ფეხბურთელი ყავს თავდასხმაში, მოჰამედ სალახი, ლუის დიასი, დიეგო ჟოტა. სამი მეყო აბსოლუტური 0. კი. აბსოლუტური 0, მაგრამ აი წვრთნელის რა დავინახე, იცი რომ აი ზუსტად განსაზღვრა რა უნდა გაეკეთებინა. მე თუ დავინახე ახლა ცხადია მწვრთნელის ხედავდა რომ არაფერს არ აკეთებდნენ ისინი მოედანზე, მაგრამ დაატოვა იმიტომ რომ მაქსიმალურად დაეყალა PSG-ს მცველები, ეს მაქსიმალური ფსიქოლოგიური ზეწოლა რომ ხო ამას რაღაც მომენტში შეუძლიათ რაღაცა შექმნან. კი ვერ ქმნიან, მაგრამ ხო არის შესაძლებლობა რომ შექმნან და ნუ ბოლოს შეცვალა ესენი გამოიყვანა დასვენებული ფეხბურთელები, რომელმაც თამაში მოიგეს რა. ნუ ეხლა ეს რა იყო, იცი, რაღაცა რომ მივამს გავსოთ, რაღაცა უცებ გამახსენდა ლივერპული რეალის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. სადაც უკვე ლივერპული იყო სხვა როლში, იქ კურტუამ ითამაშა არანორმალურად, მაგრამ მე ვთვლი რომ იქ კურტუამ უფრო 5-6 მკვდარი ბურთი აიღო. აქ კი ქონდა ალისონს 10 სეივი, მაგრამ აი ესეთი ბურთები რაც იქ კურტუამ აიღო, ამ თამაში ალისონს მიუხედავად იმისა, რომ ერთი 3 ნაღდად კაი ბურთი აიღო. კი, ახლო კუთხიდან რომ გამოაძრო, მაგარი იყო.
ეს სამი გაიგეთი არის, მაგრამ ჯარიმა იმისი ხვიჩასი ძალიან მაგარი საერთოდ გაცილებით რთული ბურთები აიღო. ვეხლა რაც შეეხება განმეორებით თამაშს ესენი უკვე აი ვინც არიან ევროპის ტოპ გუნდები და ამ თამაშით გამოჩნდა რომ PSG მარტო თავის ჩემპიონატში კი არ უგებს იმ დანარჩენებს ვისაც მოუნდება 2 ბურთით და 3 ბურთით უკვე შეუძლია ამ დონის გუნდებს თანაც აი ესეთი თამაში ხო ამათვის სახლი გარეთ ახლა სულ ერთია გეთახვები ამათვის არ არსებობს კი გასაგებია ძალიან რთულია ახლა ჩახვიდე ენფილდზე და 2 ბურთით მოუგო ლივერპულს გახვიდე შემდეგ ეტაპზე რა მაგრამ ეხლა ისიც ხო გასათვალისწინებელია რომ 1 ბურთით მოგებაც უკვე გაძლევს თამაშის გაგრძელების შესაძლებლობას და ის დრო აღარ არის რასაც ამბობს რეზო რეალი რომ გასვლაზე 3-0-ს წააგებდა და სახში 6-1-ს მოუგებდა იმიტომ რომ საშინელება იყო სტუმრად თამაში ხო ეგრე აღარ არის ნამდვილად რა აი ასეთი კლასის გუნდებისთვის სახლი გარეთ აღარ არსებობს ეგ სხვაობა უკვე დამთავრდა რა და ამიტომ მე სანდრიკას დავეთანხმები მოხდეს შეიძლება მოიგოს ამ თამაშიდან გამომდინარე რაც ფანტასტიკურ ფორმაში არის PSG რაც ნახეთ რომ მოიგოს PSG მე მაგალითად აბსოლუტურად არ გამიკვირდება არა მე მგონი ჩვეულებრივი ამბავი იქნება ხო აბსოლუტურად არ გამიკვირდება ლივერპულს არ უნდა მოეგო მაგრამ მოიგო და PSG-მ უნდა მოიგოს იმიტომ რომ დღეს ამ წუთას გაცილებით უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობს ამ წუთას ვიდრე ჩემი აზრით რა ხო იცი რა არის მე დავეთანხმები რეზოს ამ დაცვის შეფასებაში ლივერპულის იმიტომ რომ ნახე აბსოლუტურად სრული ქაოსი საჯარიმოში იქ ერთი ბურთი კი ცელმა გამოაზრე ბარკოლა და ეს რა ქვია დემბელე რო უტევდნენ ერთად ერთი ბურთი დემბელემ დაარტყა ცუდად მე თუ ერთ-ერთზე იყო დარჩენილი იმასთან ალისონთან და დაგეთანხმები რომ ეს არის ის სეივი რო აი რო გასკურტას ხო მე ეს დაარტყა იმაში ტრიბუნაზე ხო მაგრამ იმ საჯარიმოში რომ შემოვიდნენ და მეკარესთან ერთ-ერთი ეზო დარჩა ის რა არ გაიარა იქა მე უყურე ორი ჯარიმა ქონდა მარჩორის ერთი ხვიჩას დარტყმული იმ ზონიდან, სადაც მაღალი კლასის მსვლელები არ არღვევენ თამაშის წესებს, იმიტომ რომ ის არის ლამის 11 მეტრიანის ტოლფასი სარაქვი არა ხო, მით უმეტეს როცა დამრტყმელი ყავს ეხა იმას რა ქვია პარიზელებს ასარჩევად ხო? ეხა მე ძალიან გამიხედა რომ ხვიჩამ დაარტყა ის და პლატრო გოლი კი რაღაც გაიტანა მაგრამ არ ველოდებოდი თუ ხვიჩას დაარტყმა ხო თვითონ მოიპოვა და იმიტომ დაარტყმევი ეს მაგრამ იქ ჰაკიმი დამრტყმელია დემბელე დამრტყმელია ეს ბარკოლა ესენი რა ქვია ვიტინია გაიგე ანუ შესაბამისად ესეთ შანსებს როგორც წესი გუნდი რომელიც არის ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და აკონტროლებს თქვათ თუნდაც თავისი საჯარიმოს მისადგომებს დაცვის ხაზს გულისხმობ ეს შესაძლოა არ უშვებს და ეს ჯარიმას არ გაძლევს რა ეგ იგივე ახლა არ გაძლევს მაგის შანსს ხო ახლა მე არ გავა მეორე საკითხი კი ბატონო ორივე შემთხვევაში გადარჩენელი მან მას მოარტყა რა ქვია სოციალ კედელს ზოგი გუნდი ვისაც ყავს თქვათ და მას აუღოება ხო ჟუნინიო გუნდში მისი სათამაშო სტრატეგია ხშირად აწყობილია იმაზე რომ აი იმ ზონაში საიდანაც ეს 10-დან 900-ს ჯარიმა მოიპოვა. ჟუნინიოს შემთხვევაში ცენტრის საკეთს არ დაჯარიმდა ხო არ დაჯარიმდა ხო და არტყავს გაიტანს მიხაილოვიჩი და ეგ ხო მაგას გეუბნები მე ზუსტად ხო არა ნამდვილად მეც აბსოლუტურად ესე იცი რა მოხდება ახლა კაცმა არ იცის ხო რა მოულოდნელი ლობების მეტი რა ვიცით ფეხბურთში ხო მაგრამ ის არის სეჟენის მონაწილეობა მithometes ხო მაგრამ PSG-ს რო აქვს გოლის გამტანი რო არის გინდა იქ და სადაც გინდა ენფილდზე სადაც გინდა იქ ერთ გოლს რო ყველა შემთხვევაში უნდა ელოდო ამ შეტევისგან ხო მე არა იქამდე სკადე ის პორტუგალიელმა დაარტყა რაღაცა ძალიან მაგარი იმიდან რა ქვია პოზიციიდან თან ეხა მეორე მომენტიც ავიღოთ რა ეხა ნუ მართლა ძალიან მაგარი ეხა დღევანდელ დღეს ჩემი აზრით ალისონი და კურტუა არიან მსოფლიოს
ნომერ 2 საუკეთესო მეკარე, ხო? მაგრამ ეხა გარანტია იმის, რომ ასეთივე სასწაულ მეორევე თამაშს ითამაშებს, ვისა, ხო? არა, კარგი ხანია თან ესე არ უთამაშია. არა, ფაქტია რომ კარგი მეკარეა. არა, ძალიან მაგარი მეკარე როა რაცა. ეხა მაგაზე მინდა კითხოთ. ვეთე მე გეტყვით რომ ვეთახვები საერთო აზრს რომ პარი სენ-ჟერმენს შეუძლია აქვს შანსი და მართლაც სადაც არ უნდა იყოს გამტანია განსაკუთრებით აი ზუსტად რეზოს ნათქვამი დაემთხვა ჩემს მოსაზრებებს რომ თქვა რომ აღარ არის ამ ხელამნიშნულობა სათამაშოს ეს ევროპა გაერთიანდა თვითონ და გულშემატკივრებს უშვებენ სტადიონზე რამდენსაც ეტყვი და ისე უცხოთ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და მშვენივრად რომ თამაშობენ იქაც თუმცა ერთი რამ არ თქმულა და უნდა ვთქვა ხა კი გავიგე რომ პარი სენ-ჟერმენის შანსი აქვს ხვიჩა გვიყვარს ის ალისონიც სულ კარგად ვერ ითამაშებს და ყველაფერი მაგრამ შანსები ლივერპულს უფრო მეტი დარჩა ეხლა. მოგებულია კი რა თქმა უნდა, მოგებით მიდის. ჩემი აზრით 70-30-ზე მაინც ეხლა ლივერპულის სასარგებლოდ არის, ხო? და ახლა ლივერპულს რომ მეტი შანსი ეგრე ეგრე რეალმა სახში მოუგო ატლეტიკოს და იგივე მადრიდში თამაშობენ და მაგრამ მოგებული აქვს თამაში და სტადია არა ეხლა მაგაზე არ ცხადია გარეთ მოუგო სახში თამაში ჩვენ ეხლა ხო მართალია არა ჩვენ ეხლა წაგებულის პოზიციიდან ჯო რა კარგია რომ წააგო და ეხლა მოუგოს ხო ეგრე გაგვიგებენ არა ეხლა ჩვენ დაპარაკობ წაგებულის პოზიციიდან ანუ ის რომ ყურები არ უნდა ჩამოყარო იმიტომ რომ არ არის ჯერ ყველაფერი დაკარგული ამაზეა ლაპარაკი თორე რა კარგია რომ ყველა ვიცით რომ თელი საქართველოს ვახო გეგელია აი გერმანული გუნდი თამაშობს თქვათ ბენფიკა ლევერკუზენი და იქ ჯერ კიდე იბერვიზიის პერიოდიდან სადმე უყურებთ რა ვიცი მე სახლი მქონდა რაღაც ანტენები ავიზირეთ იქ ხო და მოკლედ უყურებთ ეხა ამ თამაშებს და ნუ ხო ნემეცი ვარ და ყველა გერმანულს ხომაკობს და იქ არის თავი დილიდან მზად და ჩვენ ახლა თქვა იმ თამაში ნეიტრალურები ვართ უბრალოდ ახლა ეს რო ხომაგობს ხო ჩვენც რაღაც ჩართულები ვარ და გაუტანს ბენფიკა თქვა პირველ გოლს და 1-0 იგებს და რა კარგია გამოვარდება კარგი რა ეხა გაბრაზდებიან მეორეც გამიტანო ნეტა რომ უფრო გაბრაზდნენ აი ეგრე არ გამოგვივიდეს რა კარგია რომ აი რა კარგია რომ წავალ ხო და გაუბრაზდებიან არა იმიტომ რომ ხე ასე გეტყვი მაგას მეგრელ აფერს იხტიბარს არ იტეხდა ხო ვიცი მეგრელი აფერისტი გეგელი ეხლა ბიჭო იმიტომ რომ იმა რომ მოუგო რა ქვია მეგრელები გაძვირდნენ ეხლა 75 მილიონი გადაიხადა რომელ კანტონში გადაიხადა 75 ოდიბაში ძვირია ზო 82-ში რომ მოუგო ალჟირმა ხო 2-1 გერმანიას დასავლეთ გერმანიას მაშინ მივადეთ და არშია გაუკეთეთ გერმანიის ფოტოს მე ახლა იმაშული მე შავი ეგ იყო მეზობელთან იქ მეზობლად იყო გერასთან თავის მაგალითად იქ მივედით იქა და ხო კი არ გიჟდა იქ რა ეგრე კარები გაიყო შევედით ესე და წრე დავარტყეთ იმეთი რა თან მაშინ რა იყო ალჟირთან წაგება ალჟირთან წაგება ხო მე მაშინ ახლა წარმოგიდგენთ რა არის ველუმი და მაჯერი და მაჯერი გაუარე და წამოვიდა. იმის მე კი კარგად მაგის მე არგენტინას მოუგო იტალიამ და გერმანიამ და არისკენ რა ქვია. არიზია და პირიქით კი მომაბრუნე მაგასთან უყურებდით, იმას პეპოსთან უყურებდით მე იმას ფეხბურთს და იქ აღიარე და ხელები მაქვს აწეული მას მე ვეუბნები რომ არა შენ ახლა ისე რაინდულად მოიქაცი მე რასაც საკუთარ მასე რა ქვია საქსელზე ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა მაგრამ იმის მერე ეს დაჩემდა ეგრე რომ ხო სტოპ პერიოდის წაღება რა რომ გაუშვ ძალიან კაია რომ გაუშვ ახლა მეორეც გაუშვ ეს რაღაც ამესამე ფორას აძლევენ ფორას აძლევენ ხო რეკორდი რო არის რომ უნდა შემაგინეო ხო კარგი გადავიდეთ აი მაშინ გეგელიაზე ლაპარაკობდა გერმანიაზე და გერმანული დერბი ვნახოთ ბაიერნი ლევერკუზენი მისი ბაიერნი კი ერჩის იმას აქვია ახლა იმ კომპანიის არა მარტო ეგ და სხვა ისინიც მაგრამ შარშან კი დასცა ლევერკუზენმა წაართვა ჰეგემონია იყო თვითონ წაუგებელი ისეთი ფრაზაც გაჩნდა ხო რომ ბოლო წუთების გუნდია იმიტომ რომ ბოლო წუთები რომ 3 წუთი რომ მოაკლო ყველა მაგის თამაში შარშანდელ სეზონში მე 6 ადგილზე გავიდოდა და ისე გახდა ჩემპიონი. ხო და ამ თამაში წალეკილი აღმოჩნდა. კეინს არ ქონდა ორი თამაში გატანილი ჩვენ ზუსტად მედალაშამ ის რომ მოვამზადეთ რა ქვია.
ილუზიონი ეგრეთ წოდებული. იმდესესაც ილუზიას დავარქვეთ. ორი თამაში შემშილო. საფეხბურთო ილუზია. რა დაარტყმა ბიჭო, არა, ნუ ეხლა ამ გოლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გამტანი. მე მაგ ფეხბურთელებს ვეძახი გამტანებს. მაგალ ლევანდოვსკის და ასე შემდეგ რა. რაღაც მოიგონეს ასი სხვადასხვანაირი გამოთქმები და სისულელეები. არის გამტანი რა და დაამტკიცა რომ მაგარი გამტანი. ხო, მომენტი იყო ეხლა ეს თუ რა? არაფერი. ხო, აბსოლუტურად არაფერი. გამოფრინდა და ანუ ეს საჭიროა. აი ეს ამან ფაქტიურად გადაწყვიტა მერე ყველაფერი რა. მე გარის ამ შეცდომამ ეს თამაში დაამთავრა. ეს თამაშიც დაამთავრა და წვილის შედეგიც დაამთავრა რა. აქ მეორე თამაში არაფერი აღარ შეიძლება. რა შეიძლება. იქაც მოუგებს ბავარია. რანაირად გავუხე ხელთათმანები არ უარგოდაო ვერ იტყვი, იშოვება. გერმანიაში არის ისეთი გასაჭირი არ არის ხელთათმანების. ხანდახან არ არის დასაჭერი და მოსაგერიებელია და ამ დროს ცდებიან ხოლმე რომ იჭერენ. ეს იყო დასაჭერი. ეს არის პენალი. ხო, მაგრამ მუშტირო დაესაჯობდა. არა, რავი, ხო დარწმუნებული დაიჭირა. გამომშრალული იყო ხელთათმანი. წვიმა არ იყო არაფერი. მანჩესტერს მანჩესტერს ატვარლო უნდადეს ახლა ეხლა დააფეხვილ მანჩესტერს გამიკვირდაო კი ვერ ვიტყვი ახლა რომ უნდა ბინ ეს კეინი უნდა არა ამას თუ უნდა მანჩესტერი ეგ არის კითხვა ძალიან სწორად დაისვა თან რა არის იცი ახლა მე მაგალითად ამ შედეგს არ ველოდი 3-0 არა კაცო არ ველოდი წინა მატჩიდან გამომდინარე ეთყობა აი ამათი თამაშიდან გამომდინარე და თან რა იყო იცი არ მახსოვს ერთი თვის უკან თუ რაღაცა მაგათ მეითამაშეს ჩემპიონატის თამაში 0-0 კი ითამაშეს კარში არ დაურტყო მეორე ტაიმი გადაუარა იმ ლევერკუზენმა უბრალოდ ბურთი ვერ გაიტანა შეჭამა აი რასაც გვია დააღეჭა ბურთი ვერ გაიტანა და ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი რა არა ნამდვილად მაგრამ ეხლა იცი რა იხელა ჰანდიკაპია ეხლა რომ არა აქ დამთავრებულია ეს ხო ეხლა იცი რა თან არ დაგვავიწყდეს ფინალი სად არის ხო ეს რეკორდ მაისტერი გიჟივიჩა რა სახში ფინალია სახში უნდა ფინალი რა სახში კი უნდა მაგრამ მე რაც მახსოვს ის სახში ფინალი აღარ მახსოვს ბოლოს არავის აღარ ხო რომელმა გუნდმა მოიგო სახში ფინალი აღარ მახსოვს ყველა ვინც გადიოდა სხვადასხვა ამან თვითონ ჩელსისთან ახლა სახში ფინალი კი ზუსტად კარგი რახან დამთავრებაზე ვლაპარაკობთ მოდი მაშინ ახლა მიყოლებით ვნახოთ ჰოლანდიური და ბელგიური გუნდების რომლებიც იცი რა თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთეს ახლა მოდი ვთქვათ ისიც მე იქამდეც არ ველოდი რაღაცა შერცხვენ ახლა განსაკუთრებით ისე ინთხოვენი ახლა ამდენ 7 გოლი მე მგონი მას არ გაუშია ფილიპსინას და არსანას მაგრამ იმანაც რა ქვია ხო ბრიუგემაც სახში 3-1 წააგო და მან რა ქვია ჰეინორდმაც ბენილუქსმა მოკლედ იმ გუნდებისგან განსხვავებით ბრიუგე კიდე იმათ ჯობდა უფრო მეტი შანსი ჰქონდა რომ ეგ თამაში ესე არ წაიღო აბსოლუტურად გეთანხმები კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ ინგლისელებს გულშემატკივრობდი ის 3-1 ანგარიში თამაშს რეალურად არ ასახავს იმიტომ რომ 1-1-ზე ბრიუგეს ჰქონდა გასატანი ბურთები ვერ გაიტანა და ნუ მე ავტოგოლი ზემოდან პენალტი და პენალტიც სულელური მაგრამ ამას ბიჭო რა არის იცი არსენალს ახლა ყველამ გაიტანა ნუ მაყურებლებმაც გაიტანა ბიძინა ახლა გეტყვი მეში რა ეს მომენტი ხო რომელმაც მე მგონი მატჩის ბედი აი 27-1 ასაგებია მაგრამ რა ანგარიშზე იყო მე გაჩვენებ აი მატჩის ბედი არ მგონი მან აი კლასზე დაიჭირა და ერთი კი არა სამი მომენტი რო კონდეს მაგედან მაინც არაფერს არ შეცვლიდა მაინც მე მგონი რაღაცა არა რა არის ახლა იცი არსენალზე შენ რას თქვი რომ მგონი ყველამ გაიტანაო რა ახლა უყურე რა ხდება დაემტრათ ის გაბრიელ ჯესუსი, დაემტრათ კაი ჰავერცი, რომელიც
ვერც ერთი რა ქვია სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშეს ხო? საკვანძო ფეხბურთელი. საკვანძო ფეხბურთელი, მაგრამ არსენალი როგორი გუნდია, იცი? მე აი რაღაცათო მგონია რომ თვითონ არტეტა მარიცის რომელ თამაშზე ვინ უნდა დააყენოს რა. ეგეთი თანაბარი გუნდი ფეხბურთელები ვენგერის დროსაც ეგრე იყო. არა, ვენგერის დროს 14 კაცი ეწვეთ საავადმყოფოში ყოველ ხო, მაგრამ ვენგერის დროს ეგ გამოკვეთილი იყო აი რა. იმაზე არ გეუბნები პირველზე. მერე რო იყო აი ვილშირები და ვოლკოტები რო ყავდა. იმ პერიოდს რო ეხა იმ ვერკამპის და ანრის და იმის დროს რო არაგებდა თამაში იმ არსენალზე კი არ გეუბნები. ძალიან თანაბარი გუნდია და აი ნუ არ ვიცი ტაქტიკაც ეგეთია ტაქტიკაც გამოკვეთილი ხო და ვის გამოიყვანს ვის არ გამოიყვანს უცნელი ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა მხოლოდ იმ კუთხით აქვს რომ ის კონკრეტული ფეხბურთელი იმ თამაშს ითამაშებს თუ ვერ ის როგორ წაუვა იქ თამაში ხო აი ეგ არის რა თორე გუნდი აბსოლუტურად ერთადერთი ალბათ დეკლან რაისი ყავს ფეხბურთელი რომელიც არ იცვლება ხო ზოედნის ცენტრში მეტი დანარჩენი ყველას ცვლის რა ხო და ესენიც ჩავარდნენ ამ ორმოში და ვერ ამოძვრენ მთელი თამაში იქ იუვენტუსთან მოგებული თამაშის მე იქაც არ ველოდი სიმართლე თანაბარი თამაში მეგონა მაგრამ იუვენტუსი იშვიათად აგებდა და აქ გითხარი კიდეც არსენალი მასკარა ფავორიტია თუმცა ჩვენთან აქ თვითონ სამსახურშიც უმეტესობა ამბობდა რომ PSV ცოტა გვეშალა არა არსენალი თვითონ ისეთი გუნდი ვერ გაიგებს ეგრე ამბობდნენ მეორე ამბობდა მაგას არა ვერანაირად არა ფავორიტი კი არ იყო მაგრამ არა გასაგებია მაგრამ PSV და შენ მოესწარი უშტაეთის ბაღებსაც და ყველაფერს სადაც ვიკრიბებოდი და იყო ხოლმე იქ მაშინ არ იყო არც ბუკმეკერი არაფერი იქ საუბარში ვინ არის ფავორიტი რაღაცა კამაჩში დგინდებოდა და იქაც ხო იყო ხანდახან ისეთ გუნდზე იძახდა უმრავლესობა მოიგებს რომ სულ არ იყო ფავორიტი არა კი მესმის გასაგებია მაგრამ ჩემი აზრით ამ ჰოლანდიურმა ნიდერლანდულმა გუნდებმა თავისი შესაძლებლობები ამოწურეს უკვე იქ როცა გააგდეს წინა ეტაპზე მოწინარ თან მილანი და იუვენტუსი გააგდეს და ეხლა ყველა მილანურ გუნდს ხარ გააგდებდა ფეინორდი ეხლა არა ხო მე მაინც მაგათთვის სეზონი შედგა თქვათ ეს აქამდე რომ მოვიდნენ ხო მეტი ეხლა რესურსებიც არ ყოფნით მაგდენი არსენალი კიდე იმ ალკმარმა იჭიდაო იქ და ტოტენჰემს ვინი ფიქრობდა იყო ხალხი ვინც ფიქრობდა მაგას ბოლო ორი თამაშები ისეთ ხალხთან წააგეს ვიღაცას ხო უნდა მოეგო ხო ასე და თან ეხლა აიაქსმა წააგო აიაქსმა წააგო ეხლა ტოტენჰემზე რო თქვა მე მაგალითად საყურებლად სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობს ის ტოტენჰემი მაგრამ შედეგს ვერ აღწევს და შეუმდგარი გუნდია შეუმდგარი გუნდი ეხლა იმ წვრთნელზეც ვერ იტყვი რომ ცუდი მწვრთნელიაო არა ვინი როგორ იტყვის არა კარგ ფეხბურთს ათამაშებს ხო ამას ანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს იმ თავის გუნდს მაგრამ ფილმშია კარგად ტოტენჰემზე რო ამოსის ფარელი და ისე თამაში რიუგეში რო არის ტოტენჰემი ვითხოვრო თუ ესეა ხო 3 point lines ეძახდა რა ძველი ფეხბურთელები სამქულიანი მოგზაურობა იყო ტოტენჰემი ჩვენთვის მოკლედ ხო აქ მეორე თამაში ხარ აზრი არაფერს არა აქვს წყნარად ჩვიდეთ მოუგო არსენალმა და შემდეგ ეტაპზეც დაემტრა ხალხი თუ არ დაემტრა უფრო მაღალი კლასის გუნდი გადის მართლაც ეს ნიდერლანდური გუნდები სადაც მოვიდნენ იქ ჯუფიდან გავიდნენ კიდე სადღაც გავიდნენ ერთი ეტაპი და ყოფილა რომ თასებსაც იღებდნენ ეხა ეგ დრო არ მოვიწყდება და კიდე გამიხარდება მაგრამ არ არის ეხა ამ დონეზე ხო ანუ იქ ჩვენ დაპირისპირება გველოდება ბაიერნი ინტერი ესე ჩანს ბაიერნი ინტერი კი აღარ გელოდება არა კი აღარ გელოდება ეგ ფაქტიურად გამოცხადებულია რა ხო არა ნუ გეხარშე ბილეთები ყარი კიდება ჯერ ფაქტურად იყიდება ფაქტიურად იყიდება შავბაზარზე ფაქტიურად იყიდება აი ასე გავიდა პირველი გოლი როტერდამელთა კარში ამათაც რა მიყვარს ადვილად გამოვიდა იმ წუთელმა რა გვარია დროებითი დატოვეს გააგდო მილანი
ეცლიათ კიდე ერთი ორი დღე. არა რა ფონსეკა. ის რა ქვია. ბოსხელტიო თუ ბოსხალტი თუ. და მე მოიყვანეს ვამპერსი, ხო და კაცმა რაღაცა კარგი ტალღა დაიჭირა, გავიდა ერთი ეტაპიო, თან ორივე თამაში ეგ იყო და ეცლიათ კიდე ერთი თამაში და უფრო კარგად არ მოვიდოდ. ეხლა ის მოგებებით გააგდეს და ეს მოვიდა წაგებებით. მასე არისო მანჩესტერში რამოდენიმე თამაში რომ თავარწნელად ის დააყენეს. სოცკერი? არა, კაცო, ეხლა ჰოლანდიელი ის ნისტელროი მოიგო რამოდენიმე თამაში, მოიყვანეს მე ეს პორტუგალიელი ამორინმა წააგო ყველაფერი და. თან ვანისტეროი ეხლა მანჩესტერელია ბოლოს. რა თქმა უნდა, სულით, მაგასაც ხომ მნიშვნელობა აქვს. აი სოსკია ერთსაც ის კარგი მწვრთნელობა გამოუვიდა, იმიტომ რომ სულით მანჩესტერელი იყო. იქაური, ხო. ხო, აქ ისა თავის სისხლი, ხო, ყველაზე კარგად იცის იქაურობა რა. ეს ამორიმი ყველგან ყველაფერს იგებდა, ყველგან რა იყო იმაში სპორტინგში და სპორტინგი ცალკე დაიქცა და ეს არა, აქ რა არის ეხლა ჩემ იქ რა ხდება ჩვენ ცხადია არ ვიცით, ხო? უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით რა. რომ მოიყვანეს ამორიმი, ეთყობა უთხრეს რომ ეს სეზონი როგორც გინდა თავარი არ გავარდე. ხო, არა და გავარდნით არ გავარდება ეხლა მანჩესტერი. ეს ამორიმი აკეთებს ექსპერიმენტებს, ცდილობს გაერკვეს რომელი ფეხბურთელი ჭირდება, რომელი არ ჭირდება. ხო, ვინ მოიყვანოს, ამიტომ ათამაშებს შემადგენლობასაც ყოველ თამაშში ცulis. აქ ეხლა მაგის შესაძლებლობა, მაგრამ ეხლა მე არა ვარ დარწმუნებული რომ არ ვიცი, ჯერ ერთი არ ვიცი ვინ უნდა დატოვოს, ვინ უნდა გაუშვას. მე თუ მკითხავს უყოლა გასაშვებია. კი, და შეიძლება თვითონ. ხო და თვითონაც აუცილებლად კიდე. ერთად. რა უნდა ვთქვი, ესე ამოარჩიე ვინ მოგწონს და ერთად უნდა გავუშვი. და გაგაყოლებო. ეს ბრიუგე ასტონ ვილა იყო, გაიტანა ბირმინგემმა კლუბმა. გოლი თან ახლა ეს წყვილი ყოველთვის რა არის, იცი? ფავორიტები არ არიან თუ არიან, ისეთი ტრადიციული კლასიკური წყვილია. ხო, სულ ევროთასებზე ახლა ჩვენ ბევრი ახალგაზრდაც გვიყურებს და ჩვენი ბავშვობის პერიოდიდან ეს გუნდები ევროთასებზე სულ იყო. კი. და ამან თასი რო აი თან ისე რა დაახლოებით ერთ პერიოდში ჰქონდათ ესეთი ეს 79 წელს იყო ლივერპულთან წააგო ფინალი. ხო, ბრიუგე. კი. ხო? თუ 77, რომელიც არ 77-ში მან ლივერპულმა მოუგო იმას, რა ქვია. 77-ში მოიგო, ჩვენ რო შევხვდით აი ამ გოლზე გეუბნებოდი დღეს რო ხო. თავის კაცი გაიტანა? ხო, არ გაუმართლათ ახლა. გაუმართლა. რთული გოლი გაიტანა თავის კაცში. არა, რა არის იცი ისა, რა ქვია, ლევან. ერთი სამი გასატანი ბურთი ქონდა რა, რეალურად რო ვთქვათ. იქ უსვით კარგი პასი იყო იმერში აკდო. ბრიუგეს ქონდა ერთი სამი გასატანი ბურთი, ვერ გაიტანა და ნუ აი ხო როგორც არის დაისაჯა. თუმცა ბრიუგემაც ითამაშა თავისი ამოცანა შეასრულა. ეს ატალანტა გააგდო, აქ მოიგო. იყო რამდენიმე თამაში ჩვენ ცოცხალი დროს. ეს რა კარგად ამ გუნდს ნუ ჩამოწერს. ვის არა თავის ეს რაშვორდი და მწვრთნელიანად. ხო, მწვრთნელი 4 თასს მოგებული მწვრთნელი. მე ბატონო, მეკარე. და ესენი აგერ ორი დამატებული ვარსკვლავი ახლა რაშვორდი და ასენსიო. ხო, ასენსიო. და მეკარე კიდე ცალკე გული. და ცალკე ის პენალტი თუ დაურტყეს, თან კიდე რა ხდება, იცი, ვინც ყავდა ტრავმირებულები, ყველა მოიშუშა ტრავმები და ისინი დაბრუნდნენ. ვოტკინსები და სულ ყველა დაბრუნდნენ რა, ასე რომ ხო და ეს ბრიუგე, ხო მას ვამბობ, ბრიუგე რო გახდა, ანუ ფინალი წააგო, ახლა ლივერპულთან, ხო? იმ ლივერპულში დაგლიშის გოლით რო მოუგო, 79 იყო რა, მოგეთ. 91-ში ამან აიღო ისა, თქვათ, აგვია. ეგ ახლა 6 წელი ზედიზედ იღებდნენ ინგლისელები ჩემპიონთა თასს. ორჯერ ლივერპული, მერე ორჯერ ასტონ ვილა. ნოტინგემი ორჯერ ნოტინგემი, მერე ლივერპული, მერე ასტონ ვილა. ნუ კულემანსის გუნდი იყო და ის მორლის ჩემთვის რა. აბა.
მოვლის შოუ ყავდა ძალიან კაი კიდე და ხო და რა მინდოდა იცი რა გამახსენდა ახლა შენ რო ლაპარაკობდი იმაზე რა ქვია დაუფასებების თემაზე ცოტა ხანი იყო და ყველაზე დაუფასებელი კაცი მე უბრალოდ ვერ მივხვდი რექსაჩი? არა რექსაჩი ყველაზე მეტი ჯერ ხო ისი დროებით თუნდაც ნამუშევარია რექსაჩი ხო ეგეც გაუგებარიყო ხო რეშაკი ყოფილა რეშაკი ხა ჩვენ ძველებურად ვერ გაიგებს რეშაკი როთხო ვერავინ ვერ გაიგებს ვინ არის ლუის მოლონი კაცი შუმა არის ვინ არის ამ დროს ეხლა ვინ არის ეს ტიპი ფეხბურთელობის დროსაც თამაშობდა მადრიდის რეალში იმ 5 წელიწად რო იგებდა ყველაფერს ხო აი ანუ დი სტეფანოს პერიოდის იმაში თამაშობდა ო თამაშობს იმიტომაც არ იცის არც ერთი ფინალი არ აქვს თამაშები თამაშობდა იმას ეროვნებით ესპანელი ეხლა ვინ არის მოიყვანეს იმაში რა ქვია 4 ჯერ მოიყვანეს მწვრთნელად მათ შორის UEFA-ს თასი ორჯერ აიღო აი შენ რასაც ახლა ეხსენებდი იმას რა ქვია 6 თეთრები და ესენი ეს არის მოლონი სულ ორივე სეზონში ძმელი არა ვიცი მოგებული აქვს ყველაზე უფრო ისტორიული მატჩები ანუ 0-3 ანდერლახტთან და 6-1 ამოტრიალებული გლადბახთან 5-1 წაგება და 4-0 მოგება ესეც და არ აღირსეს ამ ტიპს 2000 მოიგებს რომ გაიგეთ PR მენეჯერი არ აღირსეს არა დროებითი მსვლელობთ არსად არ წენია რომ იყო რა შეტევა ქონდა მაგ დროსა წამეყვა ისოდენ ხო ხო მაგრამ გასაკვირი რა არის იცი შენ რასაც ყვები გავიგე ახლა იმ რეალში არ აღირსეს მაგრამ სხვა გუნდები ვერ ხედავდნენ რომ მაგაზნელია და თავიდან წაეღო მაგაზნელი ეგეთი უცნაური ბედის მქონე კაცი და იყო ისევ იქა ანუ თან რო ეძახოდნენ ანუ სისტემაში ყავდა ოსასუნას სისტემაში ყავდა თან ეს ვიცი ოსასუნაში თვითონ არ მიდიოდა აი ხო არ მიდიოდა თუ გონდა მაგელა იცი ეგეც არის ოსასუნაში არ მიდიოდნენ საერთოდ აღარ სადაღარი ოსასუნაში თვითონ არ წავიდა არის სად გვაქვს ჩვენ კიდევ ინტრიგა შენ ლაპარაკობდი ეგრე 5-4-ო და ბარსელონა ვნახოთ მაშინ რა 10 კაციანი ბარსელონა როგორ იგებს მაშ პორტუგალიაში აქ აღარ გავიდა 50 გოლი ხო მე სხვადასხვის ალბათ შესნის დამსახურება ეხლა დღევანდელ დღეს კი რაღაც აგინებენ ამ შესნის რომ არა წინა მატჩზე შესნის აბრალებდნენ ბევრად ხო მაგრამ არის ეს შესნი ახალგაზრდულ წლებში საკმაოდ კარგი მეკარე იყო ხო აბა მასეთ გუნდებში ვერ ითამაშებდა ჯერ მაკედან დავიწყოთ და კი აქ ხანდახან უშვებს ხოლმე რაღაც სასწაულ ბურთებს მაგრამ აი მაგრა თამაშიც რო შეუძლია ზუსტად ამ თამაშში გამოჩნდა რა თავი ქონდა დანებებული. ხო, ნუ კარიუსი არ არის რა ეხლა. კარიუსი არ არის და არც. კარგი მეკარი, არა, კარგი მეკარია ეს. ეს რაფინია საფორმაშია. და მაგარ ფორმაში. ისე მომენტები თუ იმჯერებთ ეხლა 4-5 შეიძლება არა, მაგრამ 2-3 შეიძლება კი დამთავრებულიყო, კი? იყო არა მომენტები იყო ძალიან ბევრი მომენტები იყო ხო მაგრამ ისიც ხო ხდება რომ ხანდახან არის ყველაფერი გავა და მორჩება 5-4 და სულ ეხა ამ ორი გუნდის მონაწილეობით ყველაფერი არ გავა ვერ დამთავრდება თამაშები მას ეხა ბაიერნი ლევერკუზენი რომ 0-0 მორჩებოდა ვერ წარმოვედგინე და მე გადავხედე ისტორიას და რამდენჯერაა წინა თამაშები თუნდაც 0-0 არა და ორივე გამტანი და ორივე დიდი ანგარიშების მიერ. თან გერმანიაში 0-0 გერმანიაში 0-0 ჩემი აზრით ნონსენსია რა. ნამდვილად. შება კიდე რაღაცა, ნუ რეალი. შება რეალი და დორტმუნდი ლილი. ეს ლილი რა ფენომენი არის, რა ხდება? თელესპანეთს მოუგო, იმას 6-1 მოუგო, ნაკე ფეინორდს აგერთან სახლის გუნდათ არის მიჩნეული და ამ ლიგაზე გასვლაზეც დაიწყო თამაში და თვითონ რა იცი აი ხა პირველი თამაში სანამ ჩატარდებოდა ხა ბუკმეკერების კოეფიციენტებს რო შევხედე მე მაგალითად ძალიან გამიკვირდა რომ დორტმუნდი ეგეთი აშკარა ფავორიტად იყო მარწყვილში პირველ თამაში მიჩნეული რა
ჯერ ესეთი ანის დორტმუნდი რა კი გავიგე სპორტინგის გადაუარა 3-0 მოუგო და მაგრამ მე არ მგონი არა ხე დორტმუნდი ასეთი დონის და კლასის გუნდი იყოს რო სადაც დაიჭერს ლილს იქ უნდა უგებდეს მე არ გამოვიწყე მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ეხლა თქვა მეორე თამაში ლილი აშკარა ფავორიტია და აუცილებლად აშკარა არა, მაგრამ მე მგონია რომ შანსები უკეთესი ექნება. ხო, მაგრამ მე მაგალითად მეორე თამაშზე ვფიქრობ, რომ არც ერთი შედეგი მანდ გამორიცხული არ არის. სამშედეგიანია ნახდა კი. ან დორტმუნდის ახლა ბუნდესლიგაში წელს არა ბუნდესლიგაში ხელია გაგნეული აი 4 ახლა ჯერ ერთი რაც არის ახლა სპორტინგი კი გაიხსენა აგერეზე მაგრამ ჯერ ერთი ბუნდესლიგაში თუ ჩახედავთ გასვლაზე ყველა უგებს ავიცი მე სან-პაული და მაინცი და ვინც გინდა ჩამოწერე გასვლაზე მიდის ბოხუმი და ვიღაცები უგებენ რა ანუ არ არის ის დორტმუნდი რომელიც ჩვენ გვახსოვს რომ ვერ უგებდნენ რა აგებს გასულებს აი ჩემი შაშანაც არ იყო ახლა დიდად შტამბეჟდავი გუნდი და კი გავიდა იმის ფინალში ლიგისგან ხო მაგრამ უყურე ბიძინა რა ხდება აი ის რა ქვია ეს გირასი რო გადაიყვანეს ახლა ჩემი აზრით ამინც მაგუნჩი ახლა გირასი იქნება რა გირასი და ის ადეიმი ვინც გაიტანა გოლი რა ეხლა დანარჩენი ფეხბურთელები ეხლა რო გითხრა რომელზე შეგიძლია თქვა რომ აი მაღალი დონის ფეხბურთელი ყავს ნუ ბრანტი ყავს რა რომელიც 100 წელიწადია მანდარი რა მაგრამ დაცვა სუსტი ყავს დაცვა ემრე ჩანი რო გეყოლება ეხლა ემრე ჩანი 21 საუკუნეზე რა ემრე ჩანი ლევანდოვსკი არ ყავს ხო ეხლა ლევანდოვსკი მანდი ყო აი გირასია მაგარი ხო 4 ფუტიში აქვს მაგარია გირასი მე გეთანხმები მაგარია მანახეთ ეს მადრიდული ვიყარი რა ჩუბატა მე ხო იცით როგორი ატლეტიკოს გულშემატკივარი ამ თამაშში ბიძინა რეალია მაგრამ ატლეტიკოს მიმართაც არ არის გულგრილი ვიცი მაგარი გოლი გაუტანა ხო გოლები ყველა კარგი არა სამივე გოლები ეს მაინც სადმიცა აიღო შევიდა არა ფანტასტიკური იყო მეორე რა არა რაღაცნაირად ერთმანეთს გავდა სამივე გოლი ნუ ესე კრაგიდან შეძრომები ხო გვერდიდან შესვლა და მერე მოჭრილი ბურთიდან შენ ფიქრობ არ არის განსხვავებული იცი რა თავიდან ჯობდა რეალი მე ერთ-ერთი გახდა ერთ-ერთის მერე მე მგონი ჯობდა ატლეტიკო უბრალოდ მერე გაიტანა რეალმა თორე ერთ-ერთის მერე ფიქრობ ატლეტიკო ისე არა რომ ეხა გინდა თუ არა ჰადა გაეტანა არა ამათ ისეთი ალვარესი ყავს ჯობდა ცოტა ესეთი ოდნა უკეთესი იყო თანაბარი იყო რა თანაბარი იყო ეგრეთ ამან საერთოდ აქანა და ნახეთ რა აი აქედან რომ გაგიტანს შენი მოთამაშე გოლს რა ხელა ძალაა რა ეგეთი რომ ყავს კი გადაცემაში შემოსვლამდე მე და ვიძინა ვსაუბრობდით აგერო ახლა მე არაფერი მაქვს აწინააღმდეგო და ვეთანხმები იმას რომ გვარდიოლა დიდი მწვრთნელია მიუხედავად იმისა რომ გვარდიოლა რა ფეხბურთსაც ათამაშებს მე მაგის შემატკივარი და მოტრფიალე ნამდვილად არა ვარ მაგრამ აი ახლა ამბის რო გუნდიდან გაუშვებ ხო ამბის რო გუნდიდან გაუშვებ და ამას ზემოდან და ამას ადგილს ვერ მოუძებნი ხო ადგილს ვერ მოუძებნი და ამა კაი ნუ თქვა ეს კემაინც გაყიდეს ამას ფული აიღეს აი ეს კოლ პალმელი რო გაუშვეს იმაში ჩელსიში რომელშიც ეხლა 100 მილიონს იხდის ნებისმიერი გუნდი თვალდახუჭული და ის გააჩუქეს საერთოდ აი მას რო ვერ დაინახავ რომ მაგარია ნუ რა ვიცი მოი ჰოლანდი სპეციფიური ხო ჰოლანდის მურზაბეკოვით რა ქვია მომწყდა ხო ეგ მაგარი შენაძენი სერგეი ხუსაინოვი და მაგ გალიმია ხუსაინოვი სპარტაკის ლეგენდარული ესე დიდი ნერვიულობა გელოდება იცი რა ხო ვინერვიულოთ მე ფეხბურთი ვარი ნერვიულია რა თქვი და ის მომარებაში მე
საერთოდ გუშინ მოგირო ფეხბურთს დავიწყე ატლეტიკოს. სანდრო ნეტა მარტო ფეხბურთზე მქონდეს სანერვიო და ატლეტიკოს იმდეს ენერგიულებს რა. და მერე შე რეალს 40 წელიწადია. და ალვარესაც ბალელში. ალვარეს სიმეონეს. არა მარტო ალვარეს, ნახევარ არგენტინა მან თამაშობს, ბიჭო. სიმეონე თავის შვილია. ხოჭა ეს შვილი ჯობია იმას. იმას იმ ნაპოლიში გააფუჭეს ის ნაპოლიში მჯდომით იმაზე სკამზე. არა, მე შეიძლება წამოვიყვანო. სანდრიკას ვეთანხმებოდა იმაში, რომ თამაში ცხადია სანერვიულო იქნება, მაგრამ მე მაგალითად მგონია, რომ მაინც რეალი გავა. ძალიან დუხიანი გუნდია, ძალიან არა, დუხიანი კი, გუნდია. მაგრამ ერთი მორჩებოდა გავა რეალი რა. თორე თამაში რო ცხადი ხოლმე უმეტესად. უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ თამაში რო ცხადი საინტერესო იქნება, მაგას წყალი არ გაუვარა და ისე აქეთ ამხარე ბევრად უფრო ესეთი რთულია, ხო? ეხა ნახე აქეთ ვინ რჩება, ესე იგი რეალი რომელიც ალბათ არა რეალი სავარაუდოდ რეალი რომელიც აუცილებლად ალბათ შეხვდება არსენალს ხო? რეალი არსენალია. ო და მერე ამათი გამარჯვებული ხდება PSG იმის ლივერპულიდან და ასტონ ვილადან ის ასტონ ვილა. უღა ნახევარ ფინალში ის რა ქვია ლუდოგორეცი ხო არ შეხვდა. არა, იქით ნახე, იქით არის დორტმუნდი. იქით არის ბარსელონა, ინტერი, ბაიერნი, ხო, მაგასაც ვერ იტყვი რა. არა რა არის იცი მე ერთ რამეში ვეთანხმებ, იმიტომ რომ სამი ინგლისი თუ გადავხედავთ იმ კუთხით რომ არა, თუ თახტებით რომ პრემიერ ლიგა არის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი და ეს ლა ლიგა და აქეთ არის რეალი კიდე ესმის ეხა რომელიც შენ გინდა მოგწონდეს ის ლა ლიგა გინდა არ მოგწონდეს რეალია მაშინ ეხა რაზე ვლაპარაკობთ ახლა მარტო რეალს ვერ ვიტყვით ლა ლიგი და მარტო რეალი არა ნუ ბარსელონა ამ რეალი ატლეტიკო და ერთ-ერთი უაჭველი იწირება იმ გზაზე ხო ხო ნუ ვიჩქარებთ რეალი არის თუ ვინ არის ნახავთ ხო არა დავიგე მაგრამ იქით არის ბუნდესლიგის ორი გუნდი რომელზეც ვთანხმდებით რომ ერთზე ეგრე ვთქვით რომ თუ ვინმეა სუსტი აქ დორტმუნდია დაუშვათ პირობით ან ლილი კაი გავიგე ახლა რომ ლილი არა ხო არა აი მე ბიზინა მგონია რომ ბარსას აქ კაი გზა ყველაზე კარგი გზა მე მგონია რომ აი მიუხედავად ბაიერნს არანაირი შანსი არა ბარსასთან ხო არა თასის აღების შანსი არა შეიძლება არც ფინალში გასვლის რა მაგუნდი თუ იმან თოსნელმა მესის მეტი რა აქვს ბავარია არა გასაგებია მესმის მაგრამ მაგუნდი თუ მაგუნდსნელმა ლიგა მოიგო მაშინ აი ყველაფერი თავი წვნელიან ყველა ფეხბურთელიან და ძეგლი უნდა დაუდგა მე უფრო მაგას გეტყვი მაგმწვნელიც არ მგონია რომ შანსი კონდეს რა თამაშობს ეხლა კი მოუგო ლევერკუზენს 3-0 მაგრამ აი გინდა თავის ჩემპიონი არ თამაშობს რა გუნდი იმ თამაშს ისეთი დომინაცია არა არის მარტივისაკ არა აბსოლუტურად გეთანხმები აბსოლუტურად გეთანხმები ტოპოვი გუნდი და კარგი მწვრთნელი იყო არა ხო შევხედეთ რომ პირველი გაანადგურა რა პირველი კეინმა სასწაული ბურთი გაიტანა მერე მეკარის შეცდომა მერე პენოს ხანდახან ხდება ხო ხდება რა ეგეც რო ვთქვა არა ხდება რომ აგერ შედეგი არასახავს რა ძალთა რეალურ თანაფარდობას მაგით მამინდოდა შარშანდელი დორტმუნდი უფრო ძლიერი იყო თუ წლევანდელი ბაიერნი შარშანდელი არა შარშანდელი დორტმუნდი რომელიც გავიდა ეგ ფინალში და კი რა მოუგო რეალს პირველი ტაიმი აჯობა არა ბაიერს შანსები არ აქვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ რამაში რასაც მე საერთოდ ვადარებ არა წელსვინ ძლიერია ფლიკმა რაც უჩქნა ბაიერს იქ ხო შეხვდები იმაზე გზაზე გაჯეგა იმიანა არა მე რას ვადარებ იცი ბიძინა წლევანდელი ბაიერნი წინა ბაიერნებთან შედარებით რაც გვინახავს გინდა ბუნდესლიგაში გინდა ევროთასებზე უფრო სუსტია ამას და ვეთანხმები ამას ფეინორდმა 3-0 მოუგო იმის მერე შეგვეტენა ხიმენესი რა მაგის მერე შეგვეტენა ეს ხიმენესი გოლი თუ გააქვს ვინმეს იმ ხიმენეს გააქვს მაგ თამაშით გაყიდეთ ხიმენეს მაგ თამაშით შემოგვაპარეს ომარანო არ ვიცი ხე გერმანული გუნდია და როცა გერმანულ გუნდზეა საუბარი ვერ იტყვი რომ აი რანაირად სუდათაც არ უნდა თამაშობდეს რომ შანსი არა ვერ გავა
ჩემი აზრით შანსია, ნუ ლიგა რომ მოიგოს, მაგის შანსი ამ გუნდს. ამის შემდეგ ხდება ინტერს, ხო? არანაირად ამ გუნდს. ამის შემდეგ ინტერს ხდება, მე ხდება იმას. არც ეგ არ გამორიცხო, ვინა? ლილმა. ლილმა მოიგოს ლიგა. ხა ეგრე ნუ მაშინ ეგრე სტიაუას მაშინ ისე არა სტიაუას უფრო სტიაუა მაშინ სხვადასხვა ჰაჯი ყავდა ო ბარსელონას რო პენალტებით მოუგო ძალიან მაგარი სტიაუა კიდე ვინ არის დაჩაგრული იცი? აბა მაგ თამაში ბარსელონას მეკარე. ორი ბურთი ორი პენალი აიღო. იმას გადაირიეს დუკადამი ყველაფერი 4 აიღო. ეს არავის არ ახსოვს რომ იმიტომ რომ იმან 4 ამაშო, იმიტომ რომ იმან 4 ორი აიღო, ნო. ეხა 4 ჯობია. არა, გავიგერო ჯობია, მაგრამ ცოდვაა მეთქი რა მეკარე ორი პენალს აიღებს. თემილის ვიჭები არ გინახავს, ორ ტანკს უფრო მეტი ძალა აქვს და ერთს. გააჩნია რა ჩვენ. ხო და ეხა მოდი რაღაცა სტიაუა ვახსენებ, სტიაუა გექნება ჩვენ და იცი რა, ისეთი ატმოსფერო იყო, თავიდან ხო ადრე ვერთვებით და ბარსას ფერები ხო აქვს ჯერ და ეს სტადიონი იყო საოცარი სანახავი ლიონთან მატჩის წინ და ჯერ რო გავიდნენ იქ, ჯერ ხო რაღაც მათ პრობლემები ჰქონდათ, ვინ ვისი მემკვიდრეა, არ არის მემკვიდრე რაღაცებს უთლიან. სტიაუა, ვიცი მე სტიაუა. არა, კარგად ითამაშეს. ნახე რა საკეთებს ეს არა. ნუ ეს მაგარი ჩააწოდა და გაიტანა, მაგრამ სტიაუამ კარგად აი ლაშა ითამაშეს. მინდა გითხრა რომ აი ეს მეორე ბურთი რო ეგდო მოედანზე აქ აი მაგაზე ვაქვს. ნუ იქ არ გადავიტანეთ, მაგრამ აქ რადგან აქ არის მე ეგრევე დაურეკე. წესით ხო გააჩნია წესებს წერია რომ ორი ბურთი როცა არის საჯმა უნდა გააჩეროს და გააგზელოს სადაო გდებით მაგრამ ამ შემთხვევაში ჩათვალა არბიტრმა რომ ნუ არ უშლიდა ისე დაუშვათ არავის ის მეორე ბურთი ხელს რომ შეტევა გაეგზელებინა მაგრამ ჯობდა ისე თავიდანვე გააჩერო როცა იქ გზაზე და იქვე იდო ის არა ხელი შესწავს სხვას გულ საჯარიმოში რო ყოფილიყო და ნუ გეთანხმები რომ სხვა არ კენწლიდა იმ ბურთს იდო მაგრამ საჯარიმოში იყო ერთი ბურთიც და მეორე ბურთიც მეორე საჯარიმოში იქით იყო საჯარიმოში ხო არის არა ორივე ბურთი საჯარიმოში იქით ხარეს ავინახე რა არა კაცო ორივე საჯარიმოში და რას ეს აი ნახოთ ას როცა აკეთებს ბურთი ის მეორე ბურთი არის გვერდზე კადრშია აი ახლიდან ჩავთოთ ეგ ჩავთოთ რა ახლიდან ის ბურთი და ინტერესოა არა ზეა კაცო ის მეორე ბურთი რა. გააკეთე მომენტი აღებული. არა, აღარავით აქედან მოჩვენოთ. აქვეა და ვისაუბროთ. თუ შეგვიძლია ცალკე ჩავთოთ კიდევ. აი ნახე სადევს ბურთი, შეიძლება აი ძავე კიდე ბურთი ერთად არა, კიდე გავში. აჰა, რა 3 მეტრია რა მეორე ბურთამდე. არა. კარგია რო არ გააჩერა, იმიტომ რომ არა, კარგია. წესის მიხედვით მე მგონი და გაეჩერებინა. წესებით ხო, იმიტომ რომ ხა საჯარიმო არის, რავი, ეპიცენტრი. მაგაზე მნიშვნელოვანი ადგილია სტადიონზე. იქით მირბის, სადაც ის ბურთია. შეიძლება მეორეც ჩაეწოდებინა. ხო, ანუ კონკრეტულად ხელი არ შეუშალა, მაგრამ არავის, აი მაგიტომ ეხა გოლის არ ჩათვლა იმის გულისთვის. წერია ეგ წესში. კი. უნდა დახვეწეს ეგ, ხო, იმიტომ რომ ეხა მაგალითად ბუშტი რო იყო გახსოვთ პრემიერ ლიგაში ჩოლ გასაგები ეს გოლი გავიდა მაგ ბუშტი ესე იდო მეკარის წინ და იმ ბუშტს მოხვდა ბურთი და მეკარემ ბუშტი იქ იწავდა რაღაცა დაიბნა და ჩათვალეს ეს გოლი ერთი ამბავი იყო მაგაზე კი თან ინგლისში ხდება სულ ვინც წერს წესებს იქ ხდება ყველაფერი სასწაული ეხა სანამ ამას მივიცემდე სიტყვას ისევ ალისონის თემას მინდა დაუბრუნდე კითხოთ მამარდაშვილის მე ნერვიულობ მამარდაშვილზე ხო აბა რა გუსწავლ არა ზანერვიულოა ხო ნუ გავანათხოვებთო მაგრამ სად გავანათხოვებ ანუ ეს თუ არ წავიდა ეხა მოდი რა თავისით არ ჯერსადე მე გულწრფელად გეტყვი მე ბევრჯერ წავიკითხე რაღაცა მიდის თვითონ მისი ნათქვამი რომ სად მეაპირებს წასვლას თვითონ კომფორტულად არის არსად არ მინახავს არა კომფორტულად არის მაგრამ ხა ის გუნდიც უკვე ალბათ შესაძლებელი არის ხა მე თავიდან ხო იცი ყველა რო ამბობდა რომ რა უნდა ვალენსიაში ვალენსიას არ გონი ალისონზე ვიძახით ალისონს არ უთქოს მაგრამ მამარდაშვილზე მოდი რეალურად თქვათ რა ხა ალისონის რო ახალი მისული იყოს იმ გუნდში სხვა იქნებოდა ამდენი წელია თამაშობს მაგ გუნდში ხო ეხა მე ვინ მეკითხება მაგრამ მე რო ვიყო ეხლა მწვრთნელი ცხადია ალისონს კი
მეორე მხრივ მინდა იყო, ხო? რომ მამარდაშვილმა ითამაშოს იმაში ლივერპულში ცხადი ეხ მაგის სურვილი ყველას აგვაქვს, მაგრამ ეხლა რეალურად მოდი შევხედოთ რა. სოფტნელმა გაუშვას აი ესეთი მეკარე და მოიყვანოს ისეთი რომელიც არ იცის მერე რას იზამს. არა გარანტირებულად ხო არა აგრო არა გარანტირებულად არა ამაზე მაგრად ითამაშებს მამარდაშვილი მაგის გარანტია ვისა არა ლაპარაკი იმაზე რომ მამარდაშვილი არის პერსპექტივაზე ნაყიდი ხო გავიცდება იმდენი წარმატება გამბიჩ მოპოვებული რომ გავიცდება გონია რომ არის ბუფონის ხნის და ის რადარ ბავშვია რა არის იცი ბიზნესი მე რა მგონია თან მეკარისთვის ითამაშა სასწაული სეზონი შეხედეს რა იმ ლივერპულის მესვეურებმა რომ ახალგაზრდა ბიჭია, ეგეთი პერსპექტიულია. მაღალი, კარგი და ეს რა ქვია, თან არანორმალურ თანხას არ იხდიან რა. მეკარისთვის მაინც დიდი დიდი თანხა, მაგრამ ეხლა დღევანდელ დღეს ეხლა აი როგორც არ უნდა შევხედოთ, მეკარე არის, ნუ გუნდის ნახევარი, ხო? თუ როცა კაი მეკარე გყავს რა და აი მაგ კუთხით იყიდეს ჩემი აზრით, მაშინ რომ პერსპექტივაში. ანუ ეხლა ითქვა უკვე რომ განათხოვება იქნება შემდეგ სეზონში. ხო ეხლა მაგის სკამზე ჯდომა ერთი წელი არც ლივერპულის ინტერესში არ იქნება. იქიდანაც მიხედავთ ყველაფრისა და ფიქრობ ეს ერთი წელიწადი ჩემი აზრით. დაკარგა რატო ისეთი გუნდი ყავდა სუპირისპირ გადიოდა. ხო და აი განათხოვება საჯობია ჩვენთვის. აი რომელი ლიგაში. ისე ვიქუნდა განათხოვება. ეხლა ეგ მაგას ჩვენ არავინ არ შეგვეკითხება. მე მგონია იმ ლიგაში სადაც ლივერპული თამაშობს შეეგუოს აუცილებლად იმ ლიგაში რომ რაცა ყველაზე სუსტი წერტილი გამოსვლებზე თამაში დახვეწოს რაცა რომ ძლიერი წერტილი იყოს ინგლისში მაინც სხვანაირად ხდება იქ საჰაერო ანუ ესე რომ ვიფიქროთ როგორც აი ლივერპულის ხელმძღვანელი იფიქრებს დაუშვათ ხე მეკარე ყავს ნაყიდი ვალენსიაში თუ წამოვიყვანო და იქ უნდა გაანათხოვოს თუ ანათხოვრებს თუ ნუ ჩემპიონშიპი არ არა ფეხით თამაშიც იქ ინგლისში სხვანაირად მოთხოვებია უცვლელი თამაშობენ რაც უკანა არა მე მაგაში 100% დარწმუნებული ვარ რომ ჯობია ისევ ინგლისში მაგრამ კონკურენტს არ მიანათხოვრებენ არა ეგ თავისთავად პრემიერ ლიგაში და არა ჩემპიონშიპში იმიტომ ჩემპიონშიპი საერთოდ ის არის შედარებით უფრო სუსტ გულს ხო აი სიტყვაზე ბორმუთს ვიღაცა ლივერპულმა ვისაც არ უნდა მიცეს შედარებით სუსტ გულში გამოუვა ისედაც მაგრამ უშუალო კონკურენტს არ მიცემს ეხლა არა ვიღაცა არსენალს და იმას სიტის არ მიცემს ეხლა პრემიერ ლიგას რო უყურებ ეს ბრენტფორდი ბრენტფორდი ფულემი ბრაიტონი ყველა ერთმანეთს და ლიდერებს ისე უგებენ თვალს არ ახავ აი მაგით არის საინტერესო პრემიერ ლიგა და მაგ ყოველთვის მაგას ვამბობ იმიტომ კი არა რომ ინგლისელების გულშემატკივარი ვარ რა პრემიერ ლიგასნაირი საინტერესო ფეხბურთი არც ერთ ჩემპიონატს არ აქვს რა და ყოველთვის ასე იყო ერთადერთი აი ეს პერიოდი იყო იტალიაში რომ ჯერ 2 უცხოელი დაუშვეს და მერე 3-მდე რო გაზარდეს 80-იანების პირველი ნაწილი ხო აი იმ პერიოდში ცხადია ეს სერია იყო უძლიერესი ლიგა დღეს მე დაბარაგებოდი დილას მიშა აბაიშვილი რამდენი უცხოელი ეს ჩვენთან ლიმიტი 7 გუნში ყოფნა რამდენი კაც შეიძლება არა შეიძლება აბა რამდენი კაც შეიძლება 7 ვთქვი და რა გუნში რო იყოს მოედანზე კი არ გეუბნები გუნში და ქალაქში არა გუნში ხო არ კაცო გუნში ხო შეიძლება იქაც არის ლიმიტი გუნში რამდენი კაც შეიძლება შემაძლო ხო არ შემაძლობა შეიძლება ყავდეს მაგრამ განაცხადი შეიძლება მივხვდი რომ 7 ცოტა თქვი 10 15 რა და მოედანზე 7 რაიცემე აბა რა ვქნა 5 მაშინ 11 ესე იგი გულიმიტო ყოფილა ბიჭი ხა ლიმიტი არის როცა რაღაცაში იზღუდები და 11-ზე როცა თამაშობ 11 აბა 12 ისედაც ვერ გავიდა ქართულსაც მაშინ გეტყვი ქართველების ლიმიტიც ყოფილა იმიტომ რომ 11-ზე მე ქართულს ვერ გაიყო ხო და 12 ეგრე გაიყვანა იმან ჰერერვინმა თუ ვიღაცა და მოიგო თამაში არა იცი რაღაცა 12 კაცი არა საინტერესო საკითხია და არა მე რა ვიცი რაღაცა აბსურდობდები რას მითხრა ხო და მაგას ვამბობ რომ დღეს იმიტომ დავასახელე წყარო ვიცი მითხრა და ეგ
უნდა ერთი ამაინტერესებს თვითონ ნაკრების წვრილი. არა, რასო აკადემიები, ამის აკადემიებს სამწაუდეს. ხო, არა, ხო უნდა გააპროტესტოს. აბსოლუტურად ვეთანხმები მაშინ. ზეგი უნდა მოკვდეს ამ ქვეყანაში ფეხბურთი, ხო? ის ბავშვი რო ამთავრებს იმ აკადემიას და თან რო ხედავ რომ ნიჭიერი ბავშვია და იმან თუ საქართველოს ჩემპიონატში ვერ ითამაშა, ამან რა უნდა ქნას. ინგლისში რამდენი შეიძლება, აბა თუ ვიცით. არა, ინგლისში ულიმიტოა მარტო იმაზე არა ევროკავშირის ქვეყნებზე ვრცელდება. ინგლისში რა არის? ინგლისში ნახე კიდე. ნაკრების ის უნდა სხვა რა შეიძლება. ნაკრების ფეხბურთელი უნდა. შენ არ გაძლევენ სამუშაო ვიზას. 70% თუ არა ნაკრებში არა აქვს ნათამაშები რაღაცაში და იმაში რა. ან ახალგაზრდულში რაღაცა, ანუ ფეხბურთელის კლასი განსხვავდება. ეხლა უყურე ჩვენთან რატო ჩამოიყვანო იქ სენეგალელი ფეხბურთელი და ათამაშო ვერ ათამაშო. საქართველოს ჩემპიონატს უყურებთ არა? საქართველოს ჩემპიონატში ხა კარგი ფეხბურთელი რო არ ჩამოდის უცხოელი, ეგ ხო ფაქტია ახლა, ხო? ახლა მაშინ საღლას გავიდოდით ახლა, ხო? ვერსად ვერ გადიოდი, ჩამოიყვანოს კიდევ ვერსად ვერ გახვიდეთ. არა. ტრანსფერ მარკეტში და Google-ში რო ჩაწერ 70% აქ ჩამოყვანილი ფეხბურთელი არ იძებდება. არ იძებდება. ხო, ანუ იმის პური ტალონებზე ჩამოდის, ხო? აქ სათამაშო ხა. და როგორი რა უნდა აქადო? ვიძინე როგორი ხორბალზე, ხო? როგორი ანონსებია ხოლმე, იცი? როგორი ანონსებია ხოლმე, იცი? გუნდს სახელს არ ვიტყვი რამეს თქვათ რა. ამ გუნდმა დაიმატა მალის ნაკრების ფეხბურთელის მეზობელი. რაღაც იმით თვითონ არაფერი არ არის და რაღაცას მოუძებნიან ხოლმე რა. ვიზაში. კი, აი სათაურები, აი ხომ რაღაც იცი რა. აი იმასთან ერთად ვარჯიშობდა, სადღაც ის რო პლაჟზე ისვენებდა, ეს გარეთ გარბოდა მაგდა. და ლუდია კიდე დალეული. ლუდი დალიეს ერთად. არა, იცი რა, ეხლა ჩვენ ცოტა გავაშარჟეთ ეს ყველაფერი, მაგრამ მართლა დასაფიქრებელი საკითხია, იმიტომ რომ ესე თუ ესეა მართლა, ხო და ეს ვინმე თუ გამოიყენა, ხა ესეა, ანუ წესი იმისთვის იქნება რომ მე ვიღაცა იცამ შეიძლება დაიცვას ეს წესი, ხო? ანუ აქ უფლება. ეხლა 11 ეს ხო რატო არის, რომ ეკონომია კეთდება ადგილობრივზე, იმიტომ რომ იმას უფრო მენაკლებს უხდიან. ჩამოსულ? კი, მართლა. არა, გააჩნია, იცი ვიღაცა აქ ჩამო, არა, ხა უყურე, მესი აქ რო არ ჩამოვა და ის რა ქვია, რონალდო ბუნებრივია. კი, ჩემთვის აქ ნათქვამი, აი გუნდის ხელმძღვანელს, რომ მაგას უფრო იაფი მიждდებაო რა. ხა აკადემია ქალაქში თან ის არ ვიტყვი კიდე ერთხელ რომელიც მე შეიძლება ეწყინოს ხა. პირადი საუბარი იყო და იმიტომ რომ ამდენი ხალხი მე ვთქვი თან ტრადიციული რეგიონია ეხა რეგიონის გუნდი იყო და აი რეგიონში განსაკუთრებით წყლის რომ ადგილობრივს არ ათამაშებდა. დავიჯერო ფეხბურთელი ვერ ნახეთ მე ვთქვი ხა აი ესე დონეზე მაინც თამაშს არ ვიძა იწვალებს მაინც წვალობდნენ. გაცილებით იაფი მიჯდა აი დამიჯერებ ხო აი ამ ხალხის ეზო ჩამოყვანა რამდენი ფეხბურთელი ვიცით საქართველოს ჩემპიონატში აი ძველ დროს მეორე ლიგებიც რო იყო და საქართველოს ჩემპიონატი ადგილობრივი რომელიც არც დინამოში მოხვედრილა, მე არც ნაკრებში უთამაშია, მაგრამ იმ ადგილობრივი მნიშვნელობის გუნდში ვარსკვლავი იყო, კაცო ყველა ვიცოდა და ძალიან ბევრი ფეხბურთელის დასახელება შეგვიძლია, რომელიც რეგიონების ადგილობრივი ერთი კლუბი ყავდა და ყველაფერი. აი მაგ ლიმიტთან დაკავშირებით ერთი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ბიძინას და სანდრიკას ველაპარაკებოდ მაგ თემაზე რა, საუბრობდით გადაცემით. აი ეს ბოსმანის ამბების მე ჩემი აზრით ეხლა მე მაგ აზრი რომელიც დარწმუნებული ვარ რომ ცხადი არასოდეს ან განხორციელდება მაგრამ ჩემი აზრი არის ეგეთი რადგან ეს ჩვენი პრობლემა ხო არ არის ეხლა არსენალში ინგლისელი არ თამაშობს და ჩელსიში რეალში და ბარსელონაში ესპანელი აღარ თამაშობს ნუ ეხლა სადამდე მივიდა ხო ვინ თამაშობენ აი გას საინტერესო ეს ესპანელები სხვაგან თამაშობენ ხო თამაშობენ სადღაც აზრი მაგ ეგეთი რომ აი სიტყვაზე რომელი ქვეყნის გუნდიც არის 6 ფეხბურთელი მაინც ხო 11-ია ნუ ნახევარზე მეტი ხო უნდა იყოს იმ ქვეყნის წარმომადგენელი რა მაგას იძახი ძალიან ბევრი ნაკრების მსმელი სხვათა შორის იგივე იტალიის იძახიან რომ იტალიის ნაკრები დღეს რო ესე დღეშია არის იმის ბრალი რომ ულიმიტოა ამ უცხოელების თამაში მეცაც გეტყვი რეზო 6 ხო უნდა იყოს იმ ქვეყნის წარმომადგენელი და 2 ან 3 უნდა იყოს იმ გუნდის გაზრდილი აკადემიის იმიტომ რომ ეგ ძალიან საჭირო რამე იყო რა რამდენი იზრდებოდა აღარ ზდიან
აურჩევდია რომ ამის წვალებას ურჩევდია წავა მე სადღაც ურუგვაიში ან სადღაც აფრიკაში მოკიდებს ვიღაცა პატარა ბიჭს და ჩამოიყვანს რა გაზარდოს რა იცი რა რაც აკადემიაში შეიძლება აკადემიაში უცხოელიც ყავდეს მაგრამ თავისი გაზრდილი იყოს ნახე რაც გეუბნები ხა მადრიდის რეალის მაგალითი რა იყო ხო და გინდა თასზე გამოდიოდა მეორე გუნდი კაცო გახსოვს შორებს ავიღეთ თასი ვესტჰემ სანამ ჩვენ გავაგდებთ და ხუანიტო თამაშობდა ხო თუ ვინ იყო არა არ იყო ესეთი იმა რა ქვია ვესტჰემი შეხვდა კასტილიას რომელიც იყო რეალ ბეი რა ქვია ფარმ კლუბი ხო რეალ ბეი იყო აი ეხლა ვისაც ქვია რეალ ბეი ის იყო კასტილია არის კასტილია გავიდა ფინალში თასის რეალმა დუბლი შეასრულა იმ წელს რა მე წავიდა ლივერპულთან ფინალი ეს როგორც ფინალისტი გამოვიდა თასების თასზე ერთი თამაში მოუგო იმას მე კი მეორეში გახია რაღაცა 7-1 თასი მოუგო მაგრამ უჩხუბიათ გულშემატკივრებს ვიღაცა და გარდაცვლილ თუ რაღაცა შეტაკების დროს და იყო ფეხბურთს არ ეხება იყო შანსი შეხვედროს გულშემატკივრებს და იყო მე ხო მოხსნეს თელი ინგლისი კაცო იმ ჩხუბეიზი არა რა იცი ბიძინა აი სიტყვაზე აი გერმანული სული ინგლისური სული არ იგრძნობა რა ხო ორი ფეხბურთელი რო ყავს შენი ქვეყნის წარმომადგენელი მოედანზე და ინგლისური გუნდი ქვია გერმანული თუ ესპანური რა მნიშვნელობა აქვს რომელზეც გინდა ისაუბრე ხო აი რო არა ხარ რა არა მე იცი რა ადრე გუნდებს ქონდა თავისი ხელწერა ხო იმასაც ნაკრებს და ქვეყანასზე კი არა ლაპარაკი გუნდებს თავისი ხელწერა ქონდა იცნობდი ფენორდი და აიაქსი აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთის კატეგორიები იყო რა ის იყო და PSV კიდე სხვა რა ანუ ხო იმიტომ რომ ჩვენ მაშინ მქონდა საშუალება გვენახა ეს გუნდები და ამაზე დაყრდნობით ინტერი და მილანი რა ვიცი ყველასიცოდ ბარსა რეალი მაკედან ბარსა რეალი ვინდა იცი რისი გაკეთება მე ხა რაღაცა დავიწყეთ რაღაცა შეგროვება იქ მარკიუზე მუშაობა გმინდა ლევანმა რომ აი პირველად რა ჩვენ ხშირად გვილაპარაკე ეხა გუნდებს ხელწერით კი რა ფორმებით ვეღარ ისეთი იცი რომ შენი მილანის იმას უარი თქვეს პორტუგალიის ნაკრების ფორმით კონსეისამ ჩამოუტანა მე კი ვიკითხე იმიტომ რომ გამოვიდა გუნდი პორტუგალიის ნაკრების ფორმით ესეთი რამე არიყიდია მაგაზე როსონერი ქვია რა ფერებში იყო გამოვიდა მაგაზე ყველაზე მაგრა რაც მახსენდება იყო ეს გარი ლინეკერი ხო სპორტული კომენტატორი გახდა რა როგორც ფეხბურთელის ხო გენიოსი იყო ხუთი ბარათი არ მიუღია კარიერაში კარიერაში არ მიუღია ხუთი ხო და თან ეტყობა ენა აკუიმატი ადამიანი არა და მახსენდება ყველაზე მაგ ფორმასთან დაკავშირებით ყველაზე ესეთი ის იყო გარი ლინეკერის ნათქვამია რომ აი მესი რო უკვე ბარსელონადან მიდიოდა რა ხო და რაღაც თამაშია სეზონის წინ და ბარსელონა გამოვიდა ალანიას და ინფორმაში რო გამოვიდა არა აი მალინის ფორმაში რო გამოვიდა რა და შეხედა გარლინე აეხლა კი მივხვდიო რატო უნდა მესის ამ გუნდიდან წასვლაო და არ გაიგე ეს მარკეტინგი გავიგე ხა ფიორენტინას ფორმა ეცოთ რა რას ამბობდით არა მალინის ფერი დაახლოებით ეგეთი მალინის ფერი ფორმით იყო რა ეგ არის ხო ნუ არა ფიორენტინას ეს სახელები რას ამბობთ როსონერი თუ ნერაძური თუ რაღაცა ეს კარგავს აფრიკოს სხვა ფერის სიმითია რა ქვია ხო სახელები მაინც არის ხო ეგრე ეძახის მეცახელი კარგავს იმას არა თან რა არის იცი ეს მე ხვდები ახლა რატომაც კეთდება მარკეტინგული სვლა არის რომ გულშემატკივრებმა იყიდონ სხვა ყველა ფერის მაისური რო კონდეს ვინც მაგ მაისურს იყიდეს სტადიონზე არ უნდა შეუშვა ხო მაგრამ ახლა უყურე რა რატო აი სიტყვაზე ყველა გუნდს აქვს ორი თავიდან ხო კონდა ხო, ნუ თავი ხოდა მე ნეიტრალური დაუმატეს და მივიღე რა. კარგი. გასვლით თამაში. სიტყვაზე ხა რეალს აქვს თავისი თეთრი ფორმა, ბარსელონას თავისი სინეგრანატოვი როგორც ეძახიან, ქართულად როგორ არის? თქვათ ლივერპულს და მანჩესტერს თავისი წითელი, ჩელსის ლურჯი და ასე შემ სიტის ცისფერი. ხო.
ეხლა ეს გუნდები რო ხდებიან ერთმანეთს თუ აი ფერდ გავიგე არ მაინც და მაინც ეხლა ლივერპული მანჩესტერი რო ხდება გავიგე შეიცვლიან. ხო რო შეცვლის ერთმანეთს მაგრამ აი რას უშლის ბარსელონი რო ხდება ყველგან ერთი ფორმით უნდა ითამაშო რა გამოიცვალონ ფორმა არ მესმის რა ეგ არის ხო ეგ ხო, ეგ გეტყვი საერთაშორისო უეფაში არის ძალიან მკვეთრად განსაზღვრული რომ სახლის ფორმა გაქვს გასვლის ფორმა გაქვს ეხლა უყურე თუ შენი ფორმები თქვა ორივე ფერი ხო შეიძლება ისეთი კომბინაცია კონდეს რომ იმასაც იგივეაცია სახში უნდა კონდეს ნეიტრალური ფორმა და აი კაი მაშინ დაიქცეს ქვეყანა და ის მარილისფერია თუ ნაცრისფერი თუ რაღაცა ჩაიცვან მაგრამ როცა სახში თამაშობდა ხარ მილანის სიტყვაზე სახში თამაშობ ფეხბურთს შენ ხო შენ ირჩევ ფორმას რატო უნდა ჩაიცო პორტუგალიის ან ბრაზილიის ან ვიღაცის ფორმა ჩაიცვი შენი და იმან თუ ემთხვევა და ბოლონიას ხვდები რომელსაც შენივე ფერები აქვს იმან იმტრიოს თავი და სხვა ფერებში გამოვიდეს და ბოლონია უფრო არ დაიქცევა ქვეყანა რომ გამოვიდეს უცხო ფორმაში ვიდრე ისეთი გრანდი როგორც არის მილანი ბარსელონა რეალი ვიღაცა არ ქსიამოვნებს ხო ეხლა ნაკრებებშიც იწყებენ მაგას და კიდე საოცრება მოხდება რა გერმანიის ნაკრებს ვიდრეს ისეთი ფორმა ეცვა ვინ იყო ვერ გავიგე თამაშითაც ხო რეზოთქვის არ იყო სხვანაირად თამაშობ სახეზე ცნობდი და სახეზე ვიცნობთ მალე და განთავდება მიდი ეხლა შენ რაღაცა გითხარი სანამ გამოგბილანო იყო სანერვიულო რაღაცა ხო ეპიზოდები PSG ლივერპულს დაუბრუნდეთ ნუ გოლის გარდა იყო კიდე ერთი ეპიზოდი ბარკოლას გადის 1-1-ზე მე საერთოდ პენალტი მგონია ეს. მე თავიდან მეგონა პენალტი. მე ვიფიქრე ჯანდაბას წითელი მაინც იქნება. ხო, ანუ მაგაზე ვიდეოთ ეხა შიგნით იყო გარეთ იყო, ანუ გარეთ იყო ეხლა. გარეთ ხალხზე რო აქვს ბარათი რა არის? კაი, გარეთ. გარეთ ეგ გარეთ რო იყო ეგ არ განიხილება. შევთანხმდეთ. ბარათი? ბარათი წითელია. ხო, გარეთ რო წითელია. ერთ-ერთზე გადიო. უდაოდ, ანუ აქ ეხა რა იყო? ჯერ ვარზე იქ რაც დაიწერა რა. ჯერ იყო პოტენციური პენალტი, ანუ პენალტი ნახეს რომ გარეთ იყო. იმ წუთში ნახეს რომ არ არის პენალტი. და პოტენციური წითელი. და დაეთანხმებს საჭს, ხო? ხო და ანუ ეხლა რა არის იცი? შეკითხვა კი არა, ნუ უკმაყოფილება რა არის? არბიტრი ხო არ მისულა იქ. არბიტრის გარეშე ამხელა ეპიზოდი ვიღაცამ გადაწყვეტა. რაც არის სულ ჩვენ რა არბიტრმა ხო არაფერი არ დანიშნა. არბიტრმა საერთოდ არაფერი არ დანიშნა, გასაგებია, მაგრამ შეიძლება არბიტრს ანახო, იმიტომ რომ ესეთი ხელის კრები, როცა არბიტრი უკან არის, ვერ ხედა უბრალოდ. რაკურსი აქვს. როგორ დამატებით ანახე რა დაშავდება. რა დაშავდება. არ ვარის პროტოკოლიდან ამოსაღები რაც არის პირველ რიგში არის ის თუ ეთანხმება რო არ ეძახის. თუ კატეგორიულად არ ეთანხმები, მაშინ დაუძახე. აი ეს უნდა მოიღო. შენ თუ ფიქრობ რომ საყოყმანო ეპიზოდია ვარის არბიტრი, მაშინ უთხარი არბიტრს და ის გადააწყვეტინა. ეხლა როგორ არის კატეგორიულად არ ვეთანხმები? არისო და ხო და მე არის ერთმანეთში კონფლიქტები მსაჯებს შორის რომ შენ რატო დამიძახე ამ მომენტზე იცი და პირიქით რო დაგეძახებინა და ეს მენახა გავაგდებდი გეტყვის. ხო, ხო. და ეხლა როგორ არის ეს უნდა გამოირიცხოს რა. ამხელა ეპიზოდი ესეთ ამხელა მატჩი ამაზე აშკარება ესეთი რამე რო შემოვიღოთ ჩელენჯი გუნდებს ხო აქვს 2-2 ჩელენჯი რაღაც გამორიცხოს ამ ჩელენჯი თუ საჭსაც გონდეს მე დავნიშნე პენალტი და არ ვარ დარწმუნებული და მანახეთ ერთი რავქენი არ შეიძლება კალათბურთში როგორც არის ხო NBA-ში მაგალითად ევროლიგაში ბოლო წუთებია ხო რაღაც ვისგან გადავიდა იმათმა ესე იგი ჩათვალეს რომ საერთოდ ჯარიმაც არ იყო ხო და ეხლა წარმოიდგინე ხო იყო ვარის ეპოქაში ჩემი გაგებით ალბათ იყო მაგრამ ალბათ კი მე მგონი რავი მე დარწმუნებული ზურგში ბიძგი ესეთი აშკარა და ერთ-ერთზე რო გადის წესები ყველამ ვიცით ხო ზურგში ესეთი აშკარა ბიძგი ერთ-ერთზე გადის აქცია ერთად პირდაპირ გოლი უნდა ერთი გოლი ეკუთვნება ხო და აი იმიტომ საქმე იყო აღსაძრავი. ამ რეგულაცია, უაზრო რეგულაციების გამო ამხელა ეპიზოდი გადელ დღეს არა, დღევანდელ დღეს რაც ხდება. საქმე აღსაძრავი. დორტმუნდი ლილი. აქ იყო უხეშობა, რომელიც ჩვენ ბევრი გვინახავს ესეთი გაძევებული. თან ეს გაიტანეს კაცი ისეთი
მე ხელი ფეხს ურტყავს, მე ხელ ზევით უყურებ. ფეხი უყურებ? დაბიჯა ახილზე პირდაპირ. და ზუსტად ამ კვირაში ესეთი გაძევება ვნახეთ 2. არ გაძევებაც ნახეთ. არ გაძევება ეს? იმან არა, შეგვანახე PSV-სთან რო არ გააგდეს. ინგლისელმა მსაჯმა გააგდო, ოლივერმა გააგდო გონი ისა, ხო? იმის ლევერკუზენის ფეხბურთელი. მეორე ყვითელი მიცა. აი ესეთი დარგება. გასაგდები ესეთი არის. დარგება. ის გასაგდები იყო. ესეც გასაგდებია. ანუ აქ არის ხა და შესაძლებელია ახილში ეხლა ჩვენ როცა მოქმედი არბიტრი მოყავდათ სპეციალურად UEFA-ში ადამიანი რომელიც გიხსნის რატომ აი ახალი შემოღებული იყო ამაზე წითელი გიხსნის რატომ არის წითელი რატომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება რომ ესეთი დარგვა ყოფილი ისეთ სერიოზულ ტრავმას იღებს ახილის გაწყვეტა ჩათვალე ფეხბურთელი აი 2 წლის მერე თუ დაგიბრუნდა სრულფასოვნად შეიძლება ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდეს რა ისეთი მყესია რომ მაგას შეხორცება აი ეს ესპანელი ჩვენი ძმაკაცი ესპანელი თუ იყო მაშინ არ მიკვირდა ეს ის არის ჩვენ დიდი საფარი არის წვისაფარი ახილსაფარიც რო იყოს რამე არ შეიძლება ორი ეკეთავ რო იძახო ესპანეთში განსაკუთრებულად ძალიან რო ურტყავდა ორი ეკეთა წინ და უკან ანუ უკან ადრე ძველი წვისაფარები თუ ისაც ახსოვს იყო აი თელი ქუსლს იცავდა რა ანუ მარტო ეს ჩასადები არის რაღაც გეტრივით უნდა ჩაგეცვა და უკნიდანაც იმ ადგილებს კოჭს ფარავდა და გავიგეთ ახლა აქილევსაც იქ მოარტყეს ის არის და მოკვდათ ახლა ამიტომ მოთამაშემ რომ დაიცვას ეს არ შეიძლება არაფერი დაიცვას მაგრამ მაგ კი არა ყველაფერი გამოიგონეს ამ ქვეყანაზე ხო გითხრა ხელოვნური ინტელექტი ფიქრი აღარ გჭირდება და აქილის დასაცავი რო იფიქრეს როგორ ტიპები არიან გეტყვი რა აი წვივსაფარი ხო არის სტანდარტული ზომი როგორ რამხელა წარმოგიდგენია წვივსაფარი საჯის გულის საჯმა რო შენიშნო არ მიცეს აი ესეთი წვივსაფარი და წონა არა აქ თან ჩადებული აქვს რომ საჯმა რო გიკეთია ხო კაი რეალურად არის აი ამ წვივსაფარი რასაც ქვია იმ ხელა უნდა იყოს თუმცა ბავშვობა იყო თუ რა ფეხის განშენია ანუ ახლა ხო თუმცა ბავშვობა იყო თუ რა რომანტიკა იყო მე ჩემი ჰოლანდიელები წვისაფარების გარშე ჩაწეული გეტრებით უფრო მიყვარდა ეხლანდელი მსაჯობით და ლიტვარსკი რო გადაყარა წვისაფარები ეგ გონია ფეხბურთის ისტორიაში აი იმ ვოიაჯერზე რაღაცებს რო აგზავნიან სიმღერებს საბედრიოდ ჰამლეტ გონაშვილის და ეს მე მგონია რომ ეგ მომენტიც გასაგზავნია კარგი რეალი ატლეტიკო იყო აქ თავიდანვე გოლის მერე კი ბატონო ეპიზოდი ხო ისეთი იყო არა მე მგონია რომ პენალტი არ მიცეს სწორია იყო და არ იყო ვერ გავა არა მომენტი იყო მეთქი და შემეშედა და დანიშნავდა იმიტომ შეხო თქვი ხელი თუ დაადო ეგრევე ნიშნავდა და იყო აი უყურე დაადოა ეს არა იმან ხელი დაუჭირა კაცო იღლიეთ ხო მერე ხა ამან ხელი მიადო და იმ სერხიო რამოსის პირი გავა ეს უფრო არის ჩემი აზრით და პენალტია ეხლა მე გეტყვი ჩემს დანიშნა გეთა ხო ანუ როგორ არის რო დაენიშნა აი რას ვიძახი ვარის იმას პრობლემას რო აი მომენტია არ დანიშნა ვარმა კარგი დანიშნა მაინც დანიშნავს ვარი კი ბატონო ანუ რა ეს ვარის თემა ცოტა ამოვარდნილია რა ჩემ აზრს ვიტყვი ხა ამასთან დაკავშირებით იყო დაგვე ვარი თუ არა იყო ხო და ვიტყვი რა კი ბატონო მე-4 წუთზე გაიტანა გოლი ეს ხდება მე-6 წუთზე ეგრევე ეგრევე არ დააწია პენალტი რა არ მიაყოლა იმ გოლს ზემოდან მეორე პენალტი გავაგუჭებთ ამას სიტყვაზე 0-0-ზე ალბათ უფრო დანიშნავდა ჩემი აზრი არის ეგეთი კი ეგ აზრები არის მაგრამ თუ არის უნდა დაანიშნო ხა მაგაში აბსოლუტურად გეძახდები ეს ხო ორთაბძოლა რომ მე მგონი იღლიაში ხელი ქონდა და შედეგს მნიშვნელობა არ უნდა კონდეს არის უნდა დაინიშნოს ეგ ეგრეა მაგრამ აი ჩემი აზრით გავლენა იქონია ამ ფაქტორმა რომ მე-4 წუთზე გოლი გაიტანა მე-6 წუთზე ეს მოხდა და აღარ დანიშნა ჩემი აზრით ხო ჩემი აზრით უფრო იყო ჩემი აზრითა და მე სხვა რამეს დავამატებ ჩემი აზრით არ იყო მაგრამ რო დაენიშნა ვერაფერს ვერ ვიტყოდი აი ესეა ჩემი შეფასება რა ხო ანუ რას ვიტყვი თვითონ ამან მაინც ატლეტიკოს პარე დაიწყო ტურპენი მსაჯობდა ხო მე ობიექტურად
ამ ეპიზოდში იყო ძალიან შორს. არბიტრი ამას ამ მოკაჩვას არბიტრი ვერ და ანუ მოკაჩვა კლასიკური მოკაჩვა არ არის მხოლოდ ფეხბურთელის ხელი დაჭერა მარტო ის არ არის რომ მაისურზე მოვკიდე და დავიჭირე ან ესეც დაჭერა. ანუ ის ხელი რომ მე მოწინააღმდეგის ხელში გამოვყავი ესე ხელკავი და ის გარბის წინ ბურთზე და მე ამას ვიჭერ, ესეც დაჭერა. ნერვიულობ და რომ აკცეულიყო, ისე გარბოდა. აი პიონერებში იღებენ და გადასასვლელზე მოხუცი ადამიანი რო გადადის ხელმოკი და გადაიყვანე ეგ იყო. ნუ კარგი გადახედვის შემთხვევაში მე მგონი პენალტი იყო აქ. პენალტია ხა. ალბათ უფრო იყო ვიდრე არა. PSV Arsenal-ი. აი შენ რო გითხარი? აი შენ რო ამბობ, აბა მითხარი აგინე. არა, ჯერ მე რიქს სხვა მომეცაც ჯერ ეს პირველი მომენტია, მე რო გითხარით ის მეორეა მთავარი. პენალს ითხოვს ოდეგორი. ეს ის მომენტია ახალი თანამედროვე ვარის პენალტებს რო ეძახით. აი მოკნეულ ფეხში იყო კონტაქტი თუ არა? არა, მე ამას პენალტი. მე ვფიქრობ რომ იყო. რო არ ყოფილიყო, ესე არ ააცილებდა ეხა გამორიცხული. არა, ნუ ააცილა ეხა. არა, როგორ ააცი, იმიტომ ააცი. აი მოკნეულ ფეხში. აიგე? არა, ფეხში. ჩემი აზრით გაარტყა უკან. იმას ხო, არა, იმას არაფერი. ეხა ბურთიან კაც სამეთში არ მიეკარო, ხო არა, თვითონ ეს არ არის. ჯარიმა მაგაზე. ტიპირი. რა არის ეგრე არაცნო პენალტი. არტყა იმას ფეხი. ზეკავლენა ქონდა ეს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელების გულშემატკივარი ვარ, ხელი არ შეუშლია რა. ფეხი არ გაუწევია და როგორი კეთილი შეგვიძლია 7-1-ზე. კარგი. ნუ ცოტა ისეთ მე მაინც ვფიქრობ რომ იმიტომ ააცილა იმ ფეხი რომ ეს გამოედო იმ უკან მოკნეულ ფეხს თუმცა რთული დასანიშნი პენალტი ეხა მაგასაც თქვა გამოკვეთილი დარღვევა არ არის რთულია მაგრამ მეორე ეპიზოდი კი ბატონო გამოვნახოთ იმას ყვითელი აქვს უკვე და ეს არის მეორე ეპიზოდი ბარათი არის თუ არა? ყვითელი მაინც არის, როგორ არის? ხო, ანუ იმას აქვს უკვე ყვითელი. და რას იძახის ეს? ხო, მაგრამ 0-2-ია, შენ თქვი რომ ანგარიშზეოდა. რა ანგარიში რა? მე რა 2-0 10 კაცთან ვითავა 7-1 მაინც არ წავაგებ რა. ეს არ არის ბარათი. ეს ბარათი არ არის? არა. არა, ნუ არა. ეს აგა ონდი ეს მე თვითონ წამოედო რა. ვინ წამოედო თვითონ? თვითონ წამოედო არა, მეც შენს კენაო. არ არის რა. ეს გემრიელი გახია. არა. ეს რა ვიცი, ჩემი აზრით, გარდა ორი ეპიზოდი, გარდა იმისა, რომ შეტევის ჩაშლა. არა, თვითონ წამოედო. მე თვითონ როგორ წამოედო? ჯარიმა მიცა. ფერმურტელს თვითონ წამოედო. ანუ ჯარიმა საერთოდ არისო? ხო, ალბათ არისო. მაშინ ჯარიმა მიცა და რომ მიცა და გავასამართლოთ თუ ყვითელი არ ქონდა. ეს არა, ჩემას ვიტყვი. ეს არის ძალიან აშკარა, აი აშკარა ყვითელი. გარდა იმისა, რომ არის შეტევის ჩაშლა, ფლანგიდან შემოდის და უკვე სახიფათო შეტევაა, იქ არავინ არ არის, ფლანგიდან შემოდის. ნუ ბურთი გაიგდო გასცა მცველს, რაც უნდა. ახლა მოდი აი შევხედოთ. აი კი ბატონო, უყუროთ. სახიფათოდან გამოჩნდება. სახიფათო შეტევა ხო არა, შორიდან შეტევის განვითარება იყო თუ არა, ხო? რა თქმა უნდა იყო. მეორე წესად ვარდნაში უხეშად აქცევს და მეტი პირდაპირ წითელია ხო არ ვიძახი. მე ვიძახი რომ არის მეორე ყვითელი. ამაზე ხა რა ვიცი. თვითონ წამოედო. იქ ვიღა ტრიბუნიდანაც ეუბნება მეორე არის. იმიტომ რომ პირველი ანუ რაღაცა 2 წუთის წინ აქვს თვითონ წამოედო. 2 წუთის წინ აქვს დარღვეული იმას მაისურზე კაჩო. აი პატრიოსიანი კაცია. ამ კაცს ვეთანხმები მე ეს 2-8. მეც გავაგდე. ბენფიკა ბარსა. ბენფიკა ბარსა? კი, კუბარსის გაძევებამდე. კუბარსის გაძევებაზე არ დავობ, დააკვირდი დე იონგის და აი ეს არის ხელისკრა თუ არა. როგორც ხედავ კი. ხო. ხელს კრავს ისე მოყვა ამას ეს გაძევება. ის კრავს. მე მოყვა ამას ეს გაძევება. ხო, ეგ არის, მაგას დაობენ ბენფიკას ფეხბურთელები ზუსტად. ანუ ის რო ენახათ ეს წითელი გაუქმდებოდა, ხო ეგრეა? ბენფიკას კი ბარსას ფეხბურთელები, ხო. ის რო ენახათ წითელს გაუქმდებოდა. ხო და უნდა ენახათ ეხა პავლიდისმა, თვითონ პავლიდისმა ბურთთან ახლოს არ იყო, თამაშობს დე იონგი, ხო.
ბურთი ვისია? აჰა. არის თუ არა ჯარი? არის. ხელი რო არ ეკრა. ალბათ დე იონგი ხო ითამაშებდა? ალბათ არის. ჯარი არა. არ ყოფილა ეს წითელი. ელემენტარული. აი, საერთოდ არ მიმიქცევია ეგ. აი, უბრალოდ ჯარიმის გამო მივიღეთ წითელია ფაქტია. ეს არ განიხილება. ამაზე არ დაობს არავინ ეხა ეს. არა, ის ხო იცია რო არ ყოფილიყო ესე ჰაერში იმას ვერ დაკარგავდა. ახლა იმ ბურთს იმიტომ ჰაერში ფეხბურთელი თამაშობს ბურთზე. ჩიტი ხო არ არის ვერ გაფიქრებული. გათვლილი აქვს ის ბურთი სად დაეშება რა ახსენს რომ იმას პატარაზე რომ გაწევ. ის ბურთზე ვეღარ თამაშობს. ეს ჯარიმა იყო, ეს კარგი მომენტი იყო, საერთოდ არც შემინიშნა. კარგი, მეორე ეპიზოდი ისე უხეშობაზე. აბატონ, აქ ვინ დაარღვია ჯერ ვერ გავიგეთ, ამაზე მე ეს კაცი გაიტანეს. რომელი კაცი? ხოლმე ესე შეტაკებიზოს ვინ არღვევს ესე არბიტრისთვის ამის აღქმა, მაგრამ ვარი რისთვის არის ხა ამ პერიოდში. აბატონ დააბიჯა ფეხი. დავე ჩააზ. ზიდანი ამის გამო სოფლიო ჩემპიონატია. ზიდანს ესე არ დაუბიჯე, უფრო მსუბუქად და. ორი თამაში გამოვატოვებინეს. ბარსას ფეხბურთელი თამაშობს ბურთზე, არც ახიფათოთ არაფერი, წაქცეულია და თამაშობს ესე შეუძლია გაშლილი ფეხით არ მედის არაფერი. ამ ვარჯი ბატონმა რა ქნა? დააბიჯა პირდაპირ გაშლილი შიპებით დააბიჯა ფეხი და ამაზე მე იყო რატო არ გააძევე. ის ფეხბურთელი თან ვეღარც ითამაშა იმან. იმან შეიძლება ვეღარც ითამაშოს. და ეს რატო ვერ ნახავს ამას ვარი? ხო, ნახა ვარმა, მაგრამ აჰა აბატონ. 100%. რამხელა როგორი მნიშვნელობა 100% წითელი. რაკურსებს როგორი მნიშვნელობა. ის ზიდანი ახტებოდა როგორც მახსოვს და დადგმის დროს ეს ამას არც უცდია გადახტომა. არა, ამაზე აი ხა ამაზე უფრო უხეში თამაში. როგორი წარმოგიდგენია? არაფერი დაწოლილს მივიდა და ააბიჯა ფეხი. არც შეუმსუბუქა რომ სუბუქა დაებიჯებია. ბაიერნი ლევერკუზენი. კიდევ იყო ესეთი. ხო, აქ არის ჰარი კეინს დააკვირდით ახლა. არის ჯარი, მამ საჯი არ აძლევს და მე აკეთებს ამას. ჯერ ხელიც უნდოდა ბურთის აღება. მე არის კონფლიქტი. და ყველას მიცა ყვითელი კეინის გარდა. აი, ხო, საიდან დაიწყო, ხო, ჩხუბი, თქვა ეხლა რა. ანუ სამი კაცი გააფრთხილა კეინის გარდა ყველა. და ლაშა აგვირიყო საჯი. ოლივერი. ოლივერი. მე ოლივერი თუ იყო ინგლისური. მე აგინე ოლივერი თუ იყო, კარგად მოიქცა ინგლისელს არ მიცა. მოიქცა, მეგრელები ყოფილან. სხვები ყველა გააფრთხილა. ყველა გააფრთხილა, მაღალი, დაბალი, საერთოდ რომ ახლოს არ იყო. მეკარეებსაც მიცა. ჰარი კეინი დამალულია. ეხლა უყურე, ეხლა ეუნება, მე მგონი წადი აქედან. ჯერ ჯარიმა იყო. ვეთანხმები არაძლევს. აი, ჯარიმა იყო. კი. და მე არაფერი არ იყო, ვერ მოარტყა. ვერ მოარტყა ეხლა. ვერ ხელი მოარტყა, ვერ ფეხი მოარტყა, ვერაფერი ვერ მოარტყა. გებრიელად ვერ მოარტყა. მე მგონი გებრიელად საერთოდ ვერ მოარტყა. ბარათი ეკუთვნოდა ეხლა კეინს რა თუნდა ამაზე უბრალოდ არც უჩხუბი არაფერი იწვა იქ. ეს დაახლოებით სიმეონე ბეკემის ეპიზოდი ვით იყო რა. ხო, მაგრამ იქ იმასაც ძალიან არ მოურტყება. ხო და მაგას ვამბობ, ძალიან კი არა საერთოდ ოდნავ შეეხო. ხო გაუფორმეს, აქ არ გამოვიდა. გამეორებაზე ცოტა მსუბუქად ჩანს, თორე ისე ჰარი კეინის ქმედება იმსახურებს ყვითელს, ხა მაგან გამოიწვია მთელი კონფრონტაცია, მთელი ამ ფეხბურთელების. გასაგებია რომ მანამდე ჯარიმა იყო, რა თქმა უნდა, ხა მაგრამ ესეთი მცდელობა გამოეკიდო და რა ქვია ბუცი ესროლო რომც ააცილო და ხო არ გვერდა რა. ბექემის კარიერა იყოფა მაგ მომენტამდე და მის მერე, ხო? ხო და არა ყოველთვის სიყვარული გულშემატკივრების ხო, მაგრამ იმასაც ხო არანორმალურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეს. მანჩესტერიდან რეალში რო წავიდა. არა, ეგები ხო, მაგრამ ეგ ვერაპატიოს. თან მე რა არის, იცი, რაღაცა მაშინ ითვლებოდა რომ შესვენებაზე რომ შევიდნენ გამწარებულმა იმან რა ქვია ფერგიუსონმა გააკანა ბუცი ესროლა გაუხეთქა ამას შუბლი ბეკემს
მე წავიკითხე როგორც ყოფილა სინამდვილეში. ესენი რომ შევიდნენ და რომ დასხდნენ ფეხბურთელები, მაშინ რა ქვია, გასართელში სკამებზე, რომ შესულა ფერგიუსონი შესასვლელში ეყარა ბუცები. და ერთ-ერთს იმას აკნა რა ქვია, გააკანა და ფეხი და ის ბუცი მოხდა ბექემს, რომელმაც გადაუხია ეს შუბლი რა. ხელით არ უსვრია. ხელით არ უსვლია, ფეხი დაარტყა, მასე ზღვარი ყო, მესი ზღვარი არის რომ ზუსტად იმაზე. მესის შეიძლება ბუცი ვერ გაარტყა. ხო და მაგას ვამბობდა. ნუ შეიძლება გიგს მოხვედრო და ან იმას რა ქვია, მე არ ვიცი სხვა ნებისმიერ სხვას. მოხდა ბექემს რა. ეს დავამთავრეთ. დავამთავრეთ მაშინ ყველაფერი, იმიტომ რომ მოვუწურეთ დღეს ლაპარაკო. ერთი განწყობა მაინტერესებს თქვენი ნაკრების სანაკრებო თამაშები მოდის და დავამთავრეთ ამითი. რეგიონალური დერბი მოდის და როგორ ფიქრობთ, არ ყავს კვარაცხელია, მაგ თამაში არ ყავს კაშია, ხო? პირველ თამაში. პირველ თამაშზე. კვარაცხელია რო არ ყავს ეს ძალიან ცუდია. ეს უკვე ძალიან ცუდია. მაგრამ განწყობა კარგია და ყველაფერი კარგად იქნება. კი ბატონო. რა ვიცი, მე რა არის ცოტა ფთხილობ. მე შენ და სანდრიკა ვართ ერთი თაობის ადამიანები, ხო და ჩვენ ბავშვობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რო იყო, დინამო რო არარაც ეთამაშებოდა მეჯდუნაროდნი თამაშებს ეძახდნენ რა. კიდე თბილისში ყოფილიყო, კიდე ერევანში რა. იმხელა ის დატვირთვა ქონდა. დაახლოებით იგივეა რაც ბრაზილია, არგენტინა, გერმანია, ჰოლანდია რა და რა ვიცი, რო გითხრა ცოტა ფთხილა არა კარგი გუნდი. არა ხო, სურვილი ცხადია, რაზეა საუბარი, მაგრამ ადვილი არ იქნება. ხო, სურვილი, ხო, ადვილი ნამდვილად არ იქნება. 7-0 რო გვაქვს მოგებული ეს დღეს. ეგ 7-0 და გაგებული გაცილებით უფრო აქეთ. ხო, უფრო ახლოს. ხო და მაგრამ ნუ მე მაინც ვფიქრობ, რომ უკეთესი გუნდი ყავს. არა, უკეთესი გუნდი ყავს და უნდა მოვიგოთ, თან ახლა იმათ ჩვენთან ისტორიანით ბავშვებს არ აშირებდნენ. ხო და არა, თან საწვრელი შეჭამეთ. წვრთნელი დაუნიშნეს ახლა, ხო, იმ წვრთნელს ჰოლანდიელი ყავს. წვრთნელს თამაშიც არ ეკნება ნათამაშები იმ თავის გუნდთან ერთად, ხო? პირველ თამაშს თამაშობს ჩვენთან. ხო, მაგრამ ბევრი ლეგიონერი ყავს. ბევრი ლეგიონერი ყავს და აი ბევრი ლეგიონერები ნიგერიელებს მისცეს მოქალაქეობა. ნუ სარგებლობენ ამ რუსეთის იმით რა, რომ ისინი არა, გავიგებ ნიგერიელი აშვაში ეხლა მასთან. რუსეთიდან მოყავთ ის აი აი მანამდე არგენტინელებს არ მიცეს კიდე. არა, ის გავიგებ იმას ვთქვათ, იმ ორივე არგენტინის ერთი სელარაიანია საერთოდ, ანუ სომხური გვარია. სათვისტომოა. იმ ბრიასკოსაც მეორე ვინც არის ბრიასკო, იმასაც მეორე გვარი, ბაბუა მისის გვარი აიღო. კი, ბაბუა ყავს, მაგრამ სომეხი ყავს ბაბუა. ნიგერიოს დილიჟანში ყოფილა დაბადებული. წლის დასალევად ჩამოვიდა. აი შეიძლება. ხო არა, ყველაზე მეტად ენდოკრინოლოგი ყავდა ვებია იმას. ყველაზე ჩემი იმით აი ყველაზე მეტად უფრთხი ბარსეგიანს რა. ой, მაგარია ვარ. ხო და აი მაგრა უფრთხი ბარსეგიანს რა. კარგი, დავამთავროთ. დროწურება, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. პირიქით დიდი მადლობა. გაგვიხარდა და ჩვენ მაყურებელს ერთი პირით დავამშვიდობოთ. ნახვამდის.